დღეს გვექნება, როგორც იცით, სახალხო დამცველთან შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოს ანგარიშის პრეზენტაცია 2012 წლის 28-29 აგვისტოს სოფელ ლაფაყურთან ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ. მოგიხსენებათ, ერთი წლის წინ შეიქმნა საზოგადოებრივი საბჭო სახალხო დამცველთან და სწორედ მის ფარგლებში არის მომზადებული ეს ანგარიში და ჩვენი მიზანი იყო სწორედ ამ პერიოდში ამ დროს განვითარებული მოვლენების და დოკუმენტირების კუთხით გარკვეული სამუშაოები ჩაგვეტარებინა ერთად. საზოგადოებრივი საბჭოს მიზანს არ წარმოადგენდა საქართველოს საგამოძიებო უწყებების მიღმა ალტერნატიული გამოძიების წარმოება. ეს არც არის ჩვენი მანდატი გამოძიების წარმოება. შესაბამისად, ანგარიში არ არის შემოთავაზებული 2012 წლის აგვისტოში სოფელ ლაფაყურში მოვლენების განვითარების ესა თუ ის ვერსია ან დასკვნები. საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს შესაძლოა გააჩნდეთ ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინდივიდუალური ხედვა, თუმცა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საბჭოს შექმნის მიზნის გათვალისწინებით ეს მომზადებულ ანგარიში ასახული არ არის. ანგარიში არის ასახული ის, რაზეც ყველა შევთანხმდით და რაც რისი დოკუმენტირებაც მოხდა. საბჭომ ერთწლიანი მუშაობის შედეგად გამოკითხა არაერთი პირი, მათ შორის სპეციალური ოპერაციის შედეგად გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, სოფელ ლაფაყურის ადგილობრივი მცხოვრებლები, მათ შორის მძევლად მყოფი პირი, აგრეთვე ის პირები, ვისაც მათი განცხადებით გააჩნდათ ინფორმაცია 2012 წლის აგვისტოში ლაფაყურთან განვითარებული მოვლენების შესახებ. ჩვენ ასევე ვიმყოფებოდით მიმდინარე წლის 16 მაისს სოფელ ლაფაყურში, სადაც გამოძიების ოფიციალური ვერსიით მოხდა დაპირისპირება სამართალდამცველებსა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს შორის. ანგარიში ასახავს და ეყრდნობა საზოგადოებრივი საბჭოს მიერ მოპოვებულ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად რამდენიმე სხვადასხვა წყაროს მიერ იქნა მოწოდებული. ან და კონკრეტული ფაქტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ასევე ღია წყაროებით. შესაბამისად, ძალიან ბევრი მასალა, რომელიც მოვიპოვეთ, არ არის შესული წარმოდგენილ ანგარიში, სადაც მხოლოდ ერთი წყარო არსებობდა. ანგარიში მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საზოგადოებრივმა საბჭომ გამოკვეთა საკითხები, რაზეც საქართველოს საგამოძიებო ორგანოებმა პასუხი უნდა გასცენ. საზოგადოებრივი საბჭოს აზრით, ამ საკითხებზე ინფორმაციის მიღება აუცილებელია, როგორც სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებისთვის, ასევე მთელი საზოგადოებისთვის. კერძოდ, პირველი, იმ დროს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უკანონო შეიარაღებული ჯგუფის წევრები საქართველოში ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოვიდნენ. ანგარიში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნულის საპირისპიროს ადასტურებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გაირკვეს, რა მიზანს ემსახურებოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ არაერთი დღის განმავლობაში საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება. მეორე, უცნობია, როდის და როგორ მოხვდნენ საქართველოში უკანონო შეიარაღებული ჯგუფის წევრები და როგორ დატოვეს, ან დატოვეს თუ არა ჯგუფის გადარჩენილმა წევრებმა საქართველოს ტერიტორია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ინფორმაციით ჯგუფის გარდაცვლილი წევრებიდან ყველას ერთის გარდა დატოვებული ჰქონდა საქართველოს ტერიტორია 2012 წლის 28 აგვისტოს, საზოგადოებრივი საბჭოს მიერ მოძიებული ინფორმაციით საპირისპირო დასტურდება. მესამე, რატომ განსხვავდება უკანონო შეიარაღებული ჯგუფის გარდაცვლილი წევრების რაოდენობის შესახებ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია 11 პირის შესახებ ამჟამად არსებული მონაცემებისგან, ანუ 7 პირი. რატომ ასაიდუმლოებდა
საქართველოს ხელისუფლება უკანონო შეიარაღებული ჯგუფის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნას. მაშინ როცა დადასტურებულია, რომ სპეცოპერაციის ჩატარებამდე სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცნობილი იყო ჯგუფის წევრების უმრავლესობის ვინაობა. საქართველოს საგამოძიებო ორგანოები ადასტურებენ, რომ სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა, ანუ ორივე მხარეს, როგორც არც შეიარაღებული ჯგუფის წევრებს და არც საქართველოს სამართალდამცავ უწყებათა წარმომადგენლების სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებულა. საქართველოს სახალხო დამცველს მიეწოდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შედეგად ჩატარებული ყველა ექსპერტიზის ასლი. თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად სისხლის სამართლის საქმის მასალები არ არის საჯარო და სახალხო დამცველი არ არის უფლებამოსილი გაასაჯაროვოს ამ დოკუმენტების შინაარსი. ამასთან უნდა აუცილებლად აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველისთვის გადმოცემული სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლა ცხადყოფს, რომ შესაძლოა იკვეთებოდეს ლაფანყური სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავთა მიერ არასათანადო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტები, რაც გამოძიების ამ მხრივ წარმართვის აუცილებლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. მეექვსე, საზოგადოებრივმა საბჭომ და სახალხო დამცველის აპარატმა ვერ მოიპოვა ინფორმაცია, ჩატარდა თუ არა როდის და რომელი უწყების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნიფტკიცებათა ამოღება. როგორც გითხარით, 16 მაისს ადგილზე გასვლის შედეგად დადგინდა, რომ ადგილზე კვლავ არაერთი სავარაუდო ნიფტკიცება მოიპოვება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ გამოძიებაში დღემდე არის არაერთი ხარვეზი და ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ ამ ხარვეზებს ეხება. საქმეზე ეფექტიანი, ობიექტური და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მიზნით კვლავ აუცილებელია დაიწყოს გამოძიება სამართალდამცავთა მიერ ლეტალური ძალის გამოყენების, მართლზომიერების და პროპორციულობის შესასწავლად. გამოძიებული უნდა იყოს სპეცოპერაციის დაგეგმისა და განხორციელების გარემოებები და გამოძიება წარიმართოს საქართველოს პროკურატურის მიერ. რის შესახებაც ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ უკვე განცხადება. გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიენიჭოთ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი და უზრუნველყოფილი იყოს გამოძიების პროცესში მათი ეფექტური მონაწილეობა. საზოგადოებრივი საბჭოს აზრით მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მთავარი პროკურატურისგან მოითხოვოს შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ჩვენი, რა საფუძვლით აწარმოებს გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერის დეპარტამენტი და რატომ არ ხდება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქმის ამოღება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემდებარეობიდან. რა ეტაპზეა გამოძიება და რატომ ჭიანურდება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება? რატომ არ ენიჭებათ სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს დაზარალებული სტატუსი და რატომ არ მიეწოდებათ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ? ამასთან გარდაცვლილ პირთა ოჯახის წევრებისთვის ასევე უცნობია ექსჰუმაციის შედეგად სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები. საზოგადოებრივი საბჭო მიიჩნევს, რომ წინამდებარე ანგარიში დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა და საზოგადოების ინფორმირება არსებითია. იმისთვის, რომ 2012 წლის 28-29 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის გარშემო არსებულ ლეგიტიმურ კითხვებს პასუხი გაეცეს. ეს არის ის კითხვების ჩამონათვალი და საკითხების წრე, რომელიც გამოიკვეთა და რაზეც ჩვენი აზრით სწორედ გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ წევრს საზოგადოებრივ საბჭოს გადაუხადო მადლობა იმ მუშაობისთვის, რომელიც მათ გასწიეს. ჩვენ ამით რეალურად ვამთავრებთ მუშაობას საზოგადოებრივ საბჭოს ფარგლებში. მიზანი არის, ჩვენი მიზანი იყო, რომ მოგვეხდინა დოკუმენტირება, კონკრეტული ფაქტების გადაგმოწმება ყველა კონკრეტული გარემოებები, რომელიც არსებობდა ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ ამ ანგარიშს და იმ მასალას, რომელიც არსებობს, მივაწვდით საგამოძიებო ორგანოებს, რათა მათგან უკვე კონკრეტული პასუხი მოვისმინოთ ამ ფაქტებთან დაკავშირებით. შესაბამისად,
საბჭო უკვე დღეს რეალურად ოფიციალურად ასრულებს მუშაობას, რითაც მათ მინდა რომ დიდი მადლობა გადაუხადო. ეს იყო ძალიან მოკლედ იმ ანგარიშის შესახებ, მე მინდა გადავცე სიტყვა ნათია კაციტაძეს, სახელმწიფო აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროს, რომელიც უფრო დეტალურად ისაუბრებს აღნიშნული ანგარიშის შესახებ. მოგესალმებით. მე ბევრს დიდხანს არ ვისაუბრებ, ძალიან მოკლედ მოგახსენებთ საზოგადოებრივი საბჭოს მუშაობის პრინციპთან დაკავშირებით და თუ რა სტრუქტურა აქვს მომზადებულ ანგარიშს და მოკლედ იმ ინფორმაციის შესახებ, რაც არის ანგარიშში შესული. როგორც უკვე იქნა აღნიშნული, პირველ რიგში ალბათ უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ 2013 წლის სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში შევიდა ინფორმაცია ლოპოტას ხეობაში 2012 წლის 28-29 აგვისტოს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ. რა თქმა უნდა, აღნიშნული ანგარიში შესული ინფორმაციის მთავარი მიზანი იყო ის, რომ ეფექტურად მომხდარი იყო ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებთან გამოძიების ჩატარება, ვინაიდან როდესაც სპეცოპერაციის შედეგად მოხდა არაერთი ადამიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფა, მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ჩაატაროს ეფექტური გამოძიება და ყველა იმ შეკითხვას, რაც შეიძლება არსებობდეს ლეტალური ძალის გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სრულყოფილად გაეცეს პასუხი. თუმცა მიუხედავად სახალხო დამცველის ანგარიში მოყვანილი რეკომენდაციებისა, ეფექტური ნაბიჯები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან გადადგმული არ ყოფილა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო გამოძიების მიმდინარეობა და ჩატარება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, რომელიც იყო სწორედ ის უწყება, რომელმაც განახორციელა ერთ-ერთი ის უწყება, რომელმაც სპეცოპერაცია ჩაატარა თავდაცვის სამინისტროსთან ერთად. სახალხო დამცველის რეკომენდაცია 2013 წელს იყო ასევე საპარლამენტო კომისიის, საგამოძიებო კომისიის შექმნა, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში, თუმცა მოგეხსენებათ, რომ პარლამენტმა მაშინ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, სწორედ იმ არგუმენტით, რომ გამოძიება მიმდინარეობდა საგამოძიებო ორგანოებში და გამოძიების შედეგებს ერჩივნათ, რომ დაალდებოდნენ გამოძიების შედეგებს. როგორც უკვე იქნა აღნიშნული, 2014 წლის 22 ოქტომბერს სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით შეიქმნა საზოგადოებრივი საბჭო, რომლის მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების დოკუმენტირება. მოგეხსენებათ, რომ სპეცოპერაციის ჩატარების წინა დღეებშიც და მას შემდგომ პერიოდშიც ვრცელდებოდა არაერთი ვერსია, სხვადასხვა ფაქტები და გარემოებები ზოგადად სპეცოპერაციის შექმნულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენი საბჭოს სახალხო დამცველის გადაწყვეტილება და საბჭოს შექმნის მიზანი სწორედ ის იყო, რომ ყველა ამ გარემოებას ერთად მოყროდა თავი და კონკრეტული ადამიანების გამოკითხვით მომხდარიყო იმ ფაქტობრივი გარემოებების დოკუმენტირება, რაც მოხდა 2012 წლის აგვისტოში საქართველოში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ არც ერთ შემთხვევაში საზოგადოებრივი საბჭოს მიზანი არ ყოფილა ალტერნატიული გამოძიების ჩატარება ან და მოვლენების განვითარების ესა თუ ის ამა თუ იმ ვერსიის შემოთავაზება, არამედ ეს არის მხოლოდ იმ გარემოებების ასახვა, რომელიც სხვადასხვა წყაროების მიერ დადასტურებული იქნა საზოგადოებრივი საბჭოსთვის. საბჭოს წევრებთან დაკავშირებით მითითებული არის თვითონ ანგარიშიც, ძირითადად სახალხო დამცველის მიერ შერჩეული იქნენ ის ადამიანები, რომლებსაც თავიანთი ექსპერტული გამოცდილებით აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით უკვე ჰქონდათ მსგავს საკითხებთან დაკავშირებით მუშაობის გამოცდილება, ასევე ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე იურისტები და საბჭოში შევიდნენ ასევე უხუცესთა საბჭოს წევრები პანკისის ხეობიდან. საბჭოს მუშაობის მეთოდოლოგიაზე ორიოდე სიტყვას ვიტყვი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საბჭოს პირველი ამოცანა იყო, რომ დაედგინა და მიეკვლია იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძლება ჰქონოდათ ინფორმაცია ლაფანყურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი ინტერესის საგანი იყვნენ ის ადამიანები, ვინც შეიძლება თვითმხილველები ყოფილიყვნენ ამ მოვლენების, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრი ესეთი ადამიანის გამოკითხვის შესაძლებლობა საზოგადოებრივ საბჭოს არ მიეცა, თუმცა რამდენიმე ადამიანი, ვინც ამ მოვლენების თვითმხილველი იყო, საბჭოს მიერ გამოკითხული იქნა, ერთ-ერთი არის სწორედ ის პირი, ლაფანყურის მკვიდრი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით მძევლად ყავდა თაყვანილი შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს. უნდა აღვნიშნო აქ ისიც, რომ დანარჩენმა მძევლებმა მოგეხსენებათ, რომ სულ იყო ეს 5 ადამიანი, მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა და საზოგადოებრივი საბჭოს წევრების არაერთი მცდელობისა, მათ უარი განაცხადეს რაიმე კონკრეტული ინფორმაციის, ანუ ახსნა განმარტების მიცემისთვის საბჭოსთვის. საბჭოს მიერ ასევე გამოკითხული იქნენ თვითონ გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრები, როგორც შეიარაღებული დაჯგუფების წევრების ოჯახის წევრები, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გარდაცვლილი 3 პირის ოჯახის წევრები, თუმცა აქაც უნდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთმა მათგანის ოჯახის წევრებმა ასევე არაერთი მცდელობის მიუხედავად უარი განაცხადეს საბჭოსთვის ახსნა განმარტების მიცემაზე. და ჩვენს მიერ ასევე საკმაოდ დეტალური ახსნა განმარტება ჩამოერთვა იმ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული სამმართველოს უფროს ალექსანდრე ამირიძეს, რომელმაც ასევე გამოთქვა თანხმობა, რომ საჯაროდ ყოფილიყო მისი ახსნა განმარტება მიცემული საბჭოსთვის გამხდარ იყო საჯარო. მან ასევე აღნიშნა, რომ იგივე ჩვენება მას მიცემული აქვს სამართალდამცავი ორგანოებისათვის. უნდა აღვნიშნო აქ ისიც, რომ თვითონ ანგარიშს აქვს ასევე დანართი, რომელშიც არის უმრავლესობა იმ ახსნა განმარტებების მოცემული სრულად, რომელიც გამოყენებული იქნა ანგარიშში ჩვენს მიერ და რომელ ახსნა განმარტებებსაც ეყრდნობა ეს ანგარიში. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ინფორმაცია სრული სახით ყოფილიყო ასევე ანგარიში მოცემული. აქ კიდევ ერთი დეტალი უცხოელებისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ამ ეტაპზე არის ქართული ვერსია დაბეჭდილი ანგარიშის, თუმცა ინგლისური ვერსიის დიდი ნაწილი, ანუ დანართების გარეშე დაგირიგდათ ასე ვთქვათ, არა ანგარიშის ფორმატით, იმიტომ რომ ვერ მოესწრო ფიზიკურად დაბეჭდვა, თუმცა სრული ვერსია, ქართულის მსგავსი სრული ვერსია იქნება დეკემბრის ბოლომდე ასევე ხელმისაწვდომი და გამოგეგზავნებათ პოსტით ყველა თქვენგანს. უბრალოდ ფიზიკურად ეს ამ ეტაპზე ვერ მოესწრო. რაც შეეხება ანგარიშის კიდევ ერთი ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პირთა გამოკითხვის გარდა და ასევე ჩვენს მიერ გამოკითხული იქნა არაერთი ადამიანი, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია ლაფანყურში განვითარებული მოვლენების შესახებ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს მიერ სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის გადამოწმების შედეგად შეუძლებელი იყო მათ მიერ ჩვენთვის მოცემული ინფორმაციების დადასტურება, ანუ არადასტურებდა, ვთქვათ, ან წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს მიერ მოძიებულ სხვა ინფორმაციასთან ასეთი ტიპის ინფორმაცია ამ ანგარიში შესული არ ყოფილა, თუმცა რამდენიმე ადამიანის ინტერვიუ, რომელსაც კონფიდენციალურად ისურვეს, რომ დარჩენილიყვნენ, დანართის სახით მოცემული არის ანგარიში, თუმცა მას ამ მონაცემებს ანგარიში რეალურად არ ეყრდნობა. უბრალოდ ორი ესეთი ინტერვიუ დანართის სახით ერთვის ამ დოკუმენტს, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ფაქტობრივი გარემოებები ანგარიშის ტექსტში გამოყენებული არ ყოფილა. ჩვენ ასევე სახალხო დამცველი და მის წარმომადგენლები ვიყავით თვითონ ადგილზე, სადაც ოფიციალური ვერსიით ჩატარდა სპეცოპერაცია, სადაც მოხდა შეტაკება ჯგუფის წევრებს შორის და როგორც უკვე იქნა აღნიშნული, იქ არის სავარაუდოდ კვლავ არაერთი მიტკიცება და მოგვიანებით მე შემიძლია იმ ადგილის ფოტოებიც გაჩვენოთ. რაც შეეხება ანგარიშის სტრუქტურას, ანგარიში რა თქმა უნდა შესავალით იწყება თუ რა იყო საბჭოს შექმნის მიზანი და რა გარემოებებს არ ფარავს ეს ანგარიში, ასევე არის აღნიშნული. შემდგომ ანგარიში იწყება სოფელ ლაფანყურში განვითარებული მოვლენების აღწერით, როდესაც ზოგადად ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა გარკვეული
შეიძლება ითქვას გაუგებარი მდგომარეობის შესახებ. ეს იყო 26 აგვისტოს, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ 5 ახალგაზრდა გაუჩინარდა სოფელ ლაფანყურში. მოგეხსენებათ, რომ მედიაში სწორედ აი ამ ინფორმაციის გავრცელებით დაიწყო ეს მოვლენები. ეს მოვლენები გახდა ცნობილი მხოლოდ ამის შემდგომ. ამ თავში დეტალურად გვაქვს მიმოხილული ყველა ის ინფორმაცია, რომელიც იმ დღეებში 26 აგვისტოს შემდგომ, რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა მედია საშუალებებით. ასევე მოყვანილი არის არაერთი ინტერვიუ, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა მისცა მაშინ მედიას და ასევე დაკარგულების ოჯახის წევრების განცხადებები. და ასევე ოფიციალური ვერსია, რომელიც შემდგომ გარკვეულ წლად წინააღმდეგობაში მოდიოდა მომდევნო დღეებში და უკვე დღეს ამ ფაქტებთან დაკავშირებით არსებულ რეალობასთან. შემდგომი ნაწილი სრულად ეთმობა სამართალდამცავი ორგანოების მიერ და სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და ქვეყნის პირველი პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ამ მოვლენებთან დაკავშირებით და ასევე სახალხო დამცველის მიერ მიღებულ ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ 2012 წლიდან დღემდე. ანუ ის ყველა ის ინფორმაცია, რაც ჩვენ ოფიციალურად მოგვაწოდა sagგამოძიებო ორგანოებმა. თუმცა აქ უნდა აღვნიშნო, რომ არის ცალკეული მასალები, რომელიც სისხლის სამართლის საქმის მასალებს წარმოადგენს, რომელიც გადმოეცა სახალხო დამცველს, იქიდან გამომდინარე, რომ სახალხო დამცველი არის ერთადერთი პირი, რომელსაც მიუწვდება ხელი გარკვეულ საიდუმლო ინფორმაციაზე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ეს ინფორმაცია არ არის ღია გამოძიების დასრულებამდე, ბუნებრივია ეს არ გამხდარა ცნობილი არც საბჭოს წევრებისათვის და ბუნებრივია არ არის შესული არც ამ ანგარიში. შემდგომი თავი ეთმობა საბჭოს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას. ეს არის სწორედ იმ ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით მოცემული ინფორმაცია, რაც სახალხო დამცველმა და საბჭოს წევრებმა მოიპოვეს კონკრეტული პირებისაგან და ასევე არის აქ მოცემული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან გადმოცემული ინფორმაცია გარკვეულ დეტალებთან, საქმის დეტალებთან დაკავშირებით და ბოლო ნაწილი შეეხება სწორედ იმ საკითხების ჩამონათვალს, რომელზედაც მნიშვნელოვანი არის საგამოძიებო ორგანოებმა პასუხი გასცენ გამოძიების პროცესში და თუ იმ შეუსაბამობებს, ასე რომ ვთქვათ, რაც გამოიკვეთა ჩვენი შესწავლის შედეგების მიხედვით. მე პრინციპში ვისაუბრე გარკვეულწილად აქ უკვე დეტალურად მაქვს მოცემული თითოეული თავი, რას შეეხება. პირველი ნაწილი გაუჩინარებასთან დაკავშირებით აღარ შევჩერდები. მე ძირითადად აქ მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციაზე და დაყრდნობით არის მოცემული ინფორმაცია. შემდეგი ნაწილი, რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ლაფანყურში განვითარებული მოვლენების შესახებ და ასევე ინფორმაცია მიმდინარე გამოძიების შესახებ არის საკმაოდ საინტერესო. იქიდან გამომდინარე, რომ მოგეხსენებათ, არაერთი დღის განმავლობაში ოფიციალური პირები, მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ შეიარაღებული დაჯგუფება საქართველოში შემოვიდა ჩრდილო კავკასიიდან, თუმცა ამ ანგარიში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები საპირისპიროს ადასტურებს. კიდევ როგორც უკვე აღვნიშნე, გამოძიებას ამჟამადაც დაიწყო გამოძიების წარმოება შინაგან საქმეთა სამინისტრომ და დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აღნიშნული საქმის გამოძიებას. და გამოძიება ასევე დაიწყო და კვლავ მიმდინარეობს მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით და თქვათ არ მიმდინარეობს კონკრეტული პირების თქვათ სიცოცხლის მოსპობის. რამდენად იყო აუცილებელი ასეთი ზომის თქვათ ძალის გამოყენება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, რომელსაც ამდენი პირის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. აქაც ასევე მოცემული მაქვს თქვათ რა ინფორმაცია იქნა მოპოვებული საბჭოს წევრების მიერ.
ეხა ფოტოებს რაც შეეხება, აქ ეს ფოტოები არის ასევე ანგარიში მოცემული, აქ ეს რომ ყოფილიყო თქვათ ცხადი, რა ტერიტორია შეიძლება გაიარა შეიარაღებულმა ჯგუფმა, აქ ჩანს საკმაოდ ცუდად, მაგრამ სურათის მარცხენა მხარეს პატარა ბილიკი, რომელიც მიუყვება სწორედ სოფელ აფანყურიდან ჩრდილოეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა არის და აქ მდინარე ლოპოტა ჩანს. ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც ოფიციალური ინფორმაციით მოხდა შეტაკება ჯგუფის წევრებსა და სამართალდამცავებს შორის. ეს არის ფერდობი, სადაც სავარაუდოდ იყვნენ განლაგებული ეს შეიარაღებული ჯგუფის წევრები. ეს არის ქვემოდან ამოსასვლელი გზა, სადაც ეს არის ერთადერთი გზა, საიდანაც შეიძლება ამოხვიდე, თქვა სოფელ აფანყურიდან გადაადგილების შემთხვევაში და ზემოთ მარჯვენა მხარეს გრძელდება სწორედ ბილიკი, რომელიც მიდის საზღვრისკენ. ეს არის მხოლოდ მცირე მაგალითი, ვთქვათ, იქ მიმოფანტული არის, რა ვიცი, ასობით შეიძლება ესეთი ტყვიების გასროლილი მასრები. რამდენიმე ხო, გაუსროლელიც, მაგრამ ეს არის უბრალოდ ერთი პატარა ადგილი, თუმცა იქ მთელს ტერიტორიაზე ფაქტიურად ათეულობით ესეთი ნივთები. ასევე იქ ჩვენს ნახეთ საყოფა ცხოვრება მოხმარების ნივთები ეს ერთ-ერთი მაგალითი, თუმცა იქ შეგეძლოთ გენახათ ასევე კბილის ჯაგრისი და ესეთი ნივთები, რომელიც ასევე არის იქ მიმოფანტული, რაც გარკვეულწილად მიანიშნებს იმაზე, რომ იქ სავარაუდოდ ეს ადამიანები გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქ იყვნენ განთავსებული. რაც შეეხება შეკითხვებს, უფრო დეტალურად მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც კითხვის სახით არის მოყვანილი ანგარიშის ბოლოს. პირველი მნიშვნელოვანი საკითხი არის სწორედ ის, რომ შეიარაღებული დაჯგუფების წევრები თუ საიდან მოხვდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მათი შემოსვლა ჩრდილო კავკასიიდან მოხდა, თუმცა ჩვენთვის იგივე ერთ-ერთი მძევალი სახსნა განმარტება, ასევე თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის სახსნა განმარტებით დასტურდება, რომ მათ უკვე 28 აგვისტოს, როდესაც დაიწყო გარკვეულწილად მოლაპარაკებები ხელისუფლების წარმომადგენლებსა და შეიარაღებული ჯგუფის წევრებს შორის ფაქტიურად იცოდნენ, რომ ეს ადამიანები გადაადგილდებოდნენ ჩრდილოეთის მიმართულებით და ფაქტიურად ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ მათთვის ამ შეიარაღებული ჯგუფის წევრების მხრიდან ცალსახად იყო ნათქვამი, რომ მათი მიზანი იყო გადასულიყვნენ ჩრდილოეთის მხარეს. ანუ რუსეთის გადაეკვეთათ საქართველოს რუსეთის საზღვარი და ფაქტიურად არაფერი არ მიანიშნებს იმაზე, რომ მათ თქვათ პირიქით რუსეთიდან ყოფილიყვნენ ეს ადამიანები შემოსული, ამიტომ გაუგებარი არის ბუნებრივია მაშინ როცა 28 აგვისტოს დადასტურებულად შეიძლება ცოდნოდა საქართველოს ხელისუფლებას ამ ჯგუფის გადაადგილების მარშრუტი, რატომ ვრცელდებოდა განსხვავებული ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ასევე მნიშვნელოვანი საკითხი არის თუ როგორ მოხვდნენ ეს პირები საქართველოს ტერიტორიაზე და როგორ დატოვეს მათ საქართველოს ტერიტორია გადარჩენილმა წევრებმა საქართველოს ტერიტორია. მოგეხსენებათ, რომ ოფიციალური ინფორმაციით და ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციითაც საუბარი არის შეიარაღებული დაჯგუფების 17 წევრზე. თუმცა აქ უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ოფიციალურად მოვითხოვეთ ინფორმაცია ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროდან თუ რამდენი პირისგან შედგებოდა ეს შეიარაღებული დაჯგუფება, თუ არის გამოძიებისთვის ეს ინფორმაცია ცნობილი, მაგრამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ მოგვეწოდა, მაგრამ 17 წევრის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა მედიაშიც ადრე ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და 17 წევრზე საუბრობს აი თვითმხილველი პირები, ვინც ჩვენ გამოვკითხეთ, ვინც უშუალოდ ნახა ეს ადამიანები.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს მიერ ასევე იქნა დასმული შეკითხვა, თუ კი დადგა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, ან საერთოდ ყოფილა თუ არა ამ მხრივ მოკვლევა ჩატარებული სამართალდამცავ ორგანოებში, ვისი პასუხისმგებლობაც იყო, თქვათ ის რომ აღეკვეთა ესეთი ჯგუფის შემოსვლა ან გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა ამაზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ასეთი მოკვლევა მათი განცხადებით არ ჩატარებულა. საინტერესო არის თვითონ ამ ადამიანების იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ რეალურად ვიცით მხოლოდ 7 გარდაცვლილის ვინაობა, ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაცია, თუ მათი 2010-12 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე მათი შემოსვლის და გასვლის საქართველოს ტერიტორიის დატოვების შესახებ. როგორც ამ ინფორმაციის მიხედვით ყველა მათგანს ერთის გარდა, რომელიც იყო საქართველოს მკვიდრი, საქართველოში ცხოვრობდა იმ პერიოდში, ეს ბაჰაუდინ ქავთარაშვილი, რეალურად მას არასდროს არ დაუტოვებია საქართველოს ტერიტორია. დანარჩენ ყველა პირთან დაკავშირებით, ოფიციალური მონაცემებით 28 აგვისტოსთვის ყველა მათგანს გადაკვეთილი ჰქონდა საქართველოს საზღვარი, თუმცა მათგან ფაქტიურად 6 მათგანი, არა უკაცრავად 5, არაერთხელ იყო, ესე ვთქვათ, 2010-12 წლების განმავლობაში არაერთხელ ჰქონდათ გადაკვეთილი საქართველოს საზღვარი, მაგრამ ამასთანავე მნიშვნელოვანი არის თვითონ ადგილობრივი სოფელ დუისის მაცხოვრებელთა ახსნა განმარტებები, რომლებიც ამბობენ, რომ 19 აგვისტოს ეს რამდენიმე მათგანი ისინი ნახეს სოფელში, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თითქოს 19 აგვისტოსთვის მათ უკვე დატოვებული უნდა ჰქონოდათ საქართველოს ტერიტორია. საინტერესო არის ასლან მარგოშვილის შემთხვევაც, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, ის მან 2011 წელს ოფიციალური ასევე მონაცემები დატოვა საქართველოს ტერიტორია და ის არასდროს აღარ შემოსულა საქართველოში, თუმცა მასზე 2012 წლის ივლისში არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული იარაღის შენახვის რეგისტრაციის მოწმობა და მოგეხსენებათ, რომ ამ ტიპის მოწმობის გაცემა შეუძლებელი არის თუ პირადად არ გამოცხადდება შესაბამის ორგანოებში და ეს მოწმობა რეალურად მისმა ოჯახის წევრებმა გადასცეს სახალხო დამცველს, ანუ იმ მოწმობაში რაღაც ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, იმიტომ რომ შესაბამისი სრული რეკვიზიტები აქვს ამ მოწმობას, თუმცა ოჯახის წევრებისათვის ცნობილი არ იყო ასლან მარგოშვილის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ იმ პერიოდში. ასევე საინტერესო არის სალამ ზაურბეკოვის შემთხვევა, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობდა ლტოლვილი სტატუსით, თუმცა მისი ოჯახის წევრები, დედა ადასტურებს, რომ ის ივლისის თვეში ჩამოაკითხა საქართველოში, ვინაიდან მისთვის ცნობილი გახდა, რომ იგი საქართველოში იყო ჩამოსული, თუმცა მისი გარკვეულწილად მიუხედავად იმისა, რომ მისი თხოვნის მიუხედავად ის არ დაბრუნდა მასთან ერთად ავსტრიაში. ეს ფაქტობრივი გარემოებები მათი საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს. ასლან მარგოშვილის მამის განცხადებით, რომლის ახსნა განმარტებაც არის ასევე დეტალურად მოცემული, ეს ინფორმაციები განადგურდა ამ პირების საქართველოს საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებული ინფორმაციები ოფიციალური უწყებების მიერ მისი ინფორმაციით, ეს არის უბრალოდ მისი განცხადება. ერთ-ერთი საინტერესო საკითხი ასევე არის გარდაცვლილი წევრების რაოდენობასთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ახლაც არის ოფიციალური განცხადებები. ფაქტიურად ყოველდღიური 2012 წლის აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში, სადაც საუბარი არის 11 გარდაცვლილი პირის თაობაზე და იქვე მითითებული იყო, რომ მხოლოდ 7-ის იდენტიფიცირება მოხერხდა. ეს იყო ფაქტიურად დადასტურებული ინფორმაცია, ასევე თავდაცვის სამინისტროს მხრიდანაც ოფიციალურ დოკუმენტებში სწორედ ეს ციფრი ფიგურირებს, თუმცა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურიდან მოწოდებული ინფორმაციით შეიარაღებული დაჯგუფების წევრებიდან მხოლოდ 7 წევრი გარდაიცვალა. და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ეს წარმოადგენს ასევე გამოძიების საგანს, თუ რატო ვრცელდებოდა თავიდან ინფორმაცია 11 გარდაცვლილის შესახებ და რატომ არის დღეს ეს მონაცემი 7. საინტერესო არის ასევე ერთ-ერთი გარემოება ჩვენს მიერ მოპოვებული მასალებით, როგორც უკვე აღნიშნე, უკვე 28 აგვისტოს ფაქტიურად შუა დღის პერიოდიდან ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო, მინიმუმ ამ პერიოდში ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო, რომ შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს შორის იყვნენ საქართველოს მოქალაქეებიც, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო ის პირი, რომელიც მისივე განცხადებით უშუალოდ წავიდა ამ ჯგუფთან შესახვედრად და ის ადასტურებს, რომ იცნობდა არაერთ მათგანს. და ის გადმოსცემდა ამ ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს. მათ ასევე ჰყავდათ უკვე გათავისუფლებული მძევლები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მინიმუმ ერთი პირი საუბრობდა ქართულად. ამიტომ თუმცა მას შემდგომ პერიოდშიც მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ხელისუფლებამ გაასაჯაროვა ის ინფორმაცია, რომ გარდაცვლილთა შორის იყვნენ ასევე საქართველოს მოქალაქეები. ასევე საინტერესოა ისიც, რომ ეს პირები, რომლებიც არ საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ ამ პერიოდში უკვე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მცხოვრები ლტოლვილი სტატუსით, გარკვეული პერიოდი ასევე ადრე ცხოვრობდნენ საქართველოში ლტოლვილი სტატუსით, თუმცა შემდგომ მათ დატოვეს საქართველოს ტერიტორია. რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზებს, ეს უკვე ფაქტიურად აღიარებული არის საგამოძიებო ორგანოების მხრიდანაც, რომ მაშინ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა არც ერთი გარდაცვლის არ ჩატარებია. ჩატარდა ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით 7 გარდაცვლილი პირის, ანუ შეიარაღებული დაჯგუფების წევრის გარეგნული დათვალიერება, თუმცა ჩვენთვის უცნობი არის დღემდე, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია ასევე არ მოგვაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩატარდა თუ არა გარეგნული დათვალიერება 3 გარდაცვლილი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის. ჩვენ ასევე სახალხო დამცველს გადმოეცა ექსჰუმაციის შედეგად ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები და როგორც უკვე იქნა აღნიშნული, აქ არის მთელი რიგი კითხვის ნიშნები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დეტალებზე საუბრის უფლება არ აგვაქვს, იმისათვის, რომ გამოძიება სწორედ სხვა კუთხითაც წარიმართოს, რამდენად მართლზომიერი ძალა იქნა გამოყენებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან. რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები არსებობს შემთხვევის ადგილის დათვალიერებასა და ნივთმტკიცებათა ამოღებასთან დაკავშირებითაც. ჩვენ ასევე მოვითხოვეთ ინფორმაცია, თუ რომელმა ორგანომ ჩაატარა და როდის ეს საგამოძიება მოქმედება, თუმცა ეს ინფორმაციაც ჩვენ არ მოგვეწოდა. საინტერესო არის ასევე, როდესაც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზებს შეეხება საკითხი, ჩვენ როგორც უკვე აღნიშნე, გავესაუბრეთ გარდაცვლილი სამართალდამცავების ოჯახის წევრებსაც და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის ვლადიმერ ხვედელიძის ოჯახის წევრებმა გადმოსცეს სახალხო დამცველს დასკვნა, რომელიც შედგენილი არის აგვისტოს ბოლოს 2012 წელს, სადაც მითითებული არის, რომ ცხედარს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები და ჭრილობები, რაც გახდა გარდაცვალების მიზეზი. თუმცა თვითმშობლების განცხადებით გვამის დათვალიერების დროს ვლადიმერ ხვედელიძეს ჰქონდა მხოლოდ ერთი ტყვია მოხვედრილი გულში, ანუ სხვა დაზიანებები მას რეალურად არ აღენიშნებოდა. ეს ასევე გარკვეულწილად აჩენს კითხვის ნიშნებს. ანუ ეს იყო ექიმი, როგორც გახსოვთ ალბათ, თავდაცვის სამინისტროსი.
გამოძიებასთან არსებულ ხარვეზებზე ძალიან მოკლედ გავიმეორებ. აქ არის პრობლემა გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, ვინაიდან გამოძიებას არსებითად და მთელი რიგი და არსებითი მნიშვნელობის მქონე საგამოძიებო ორგანოები ჩაატარა იმავე უწყებამ, რომელიც დიდწილად და პირველ რიგში მონაწილეობდა სპეცოპერაციაში. გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, დაიწყო და კვლავ მიმდინარეობს მხოლოდ ძველად ხელში ჩაგდების მუხლით და რეალურად არ ხდება იმ კუთხით საქმისთვის შეხედვა თუ რამდენად სწორად მოხდა სპეცოპერაციის დაგეგმა და განხორციელება, ლეტალური ძალის გამოყენება რამდენად იყო აუცილებელი და ასეთი ფორმის, ასეთი ზომით ძალის გამოყენება. და ბუნებრივია ამასთან არის დაკავშირებული დაზარალებულთა ჩართულობა და ინფორმირება გამოძიების პროცესში. მოგეხსენებათ, რომ როდესაც საქმე ეხება სიცოცხლის უფლების ხელყოფას, ერთ-ერთი ეფექტური გამოძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი არის, რომ დაზარალებულები იყვნენ ინფორმირებული და ჩართული გამოძიების მიმდინარეობის პროცესში. ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია შეიარაღებული ჯგუფის გარდაცვლილი წევრების, ოჯახის წევრებისათვის არ არის ცნობილი ასევე ექსგუმაციის შედეგებიც, დიდწილად იქიდან გამომდინარეობს, რომ ისინი საერთოდ არანაირ სტატუსს არ ფლობენ ამ გამოძიებაში. შესაბამისად საქართველოს პარლამენტისადმი საკითხები უკვე იქნა აღნიშნული. მოგეხსენებათ, რომ 2013 წელს სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის შემდგომ დადგენილებაში პარლამენტმა მიუთითა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ გამოძიება არ ეწარმოებინა იგივე უწყებას და იმ გამომძიებლებს, რომლებიც რაიმე ფორმით შეიძლება ჩართული ყოფილიყვნენ სპეცოპერაციის ჩატარებაში, თუმცა დღემდე გამოძიებას ისევ შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, ამიტომ მნიშვნელოვანი არის პროკურატურას გამოითხოვას ინფორმაცია პარლამენტმა, თუ რატომ არ ხდება გამოძიების წარმართვა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, რა ეტაპზე არის გამოძიება და რატომ ხდება ამ დრომდე მისი გაჭიანურება, რატომ არ არის თქვათ გარკვეული შედეგი ამ მიმართულებით. და ასევე სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ოჯახის წევრებისათვის რატომ არ ხდება სათანადოდ ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. მე მგონი სულ ეს არის, მადლობა. დიდი მადლობა. გადავდივართ საზოგადოებრივი საბჭოს წევრების ნაწილზე. მე მინდა სიტყვა გადავცე ბატონ ზაურ გომაშვილს, უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე პანკის ხეობიდან. მოგესალმებით, მე გახლავართ, როგორც უკვე ითქვა, 2013 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოს ერთ-ერთი წევრი პანკის ხეობის არასამთავრობო ორგანიზაცია უხუცესთა კავშირის მხრიდან. მოგეხსენებათ, 2012 წლის 28-29 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან მდინარე ლოპოტას ხეობაში საქართველოს სამართალდამცავი უწყებების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესი. განსაკუთრებული ამ საკითხის მიმართ პანკისელთა დაინტერესება, სადაც დაბადებულები არიან ამ სპეცოპერაციისას დაღუპული ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი. საზოგადოებრივი საბჭოს უმთავრესი მიზანი იყო, როგორც აღინიშნა სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესწავლა, გამომგზავრება. იგი არ წარმოადგენდა ალტერნატიულ საგამოძიებო უწყებას. პირიქით, მისი მიზანი იყო ხელი შეეწყო გამოძიების ეფექტურად და გამჭვირვალე წარმოებისათვის, რაც გარკვეულწილად შესრულდა კიდევაც. დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ პანკის ხეობის ქისტური მოსახლეობისათვის მიუღებელი და შეურაცხყოფელი იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის 2012 წლის 28 აგვისტოს განცხადება, რომ დამთავრდა ლეკიანობა და პანკისობა, რომ შეიარაღებული დაჯგუფება საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა ჩრდილო კავკასიიდან, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს მსგავს ინციდენტებს საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც ისტორიკოს კავკასიოლოგმა მინდა ამასთან დაკავშირებით განმარტება გავაკეთო, რომ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პანკის ჩიქისტების დასახლებისას იმჟამინდელი ქართული ხელისუფლების მხრიდან ის იყო, რომ ქისტებს ლეკების მხრიდან საქართველოში მეკობრეობის შემთხვევაში პანკისის ხეობაზე გასასვლელი გზები უნდა ჩაეკეტათ, რაც მათი მხრიდან შესრულებული იქნა, ასე რომ პანკისელი ქისტების ლეკიანობასთან გაიგივება მიმაჩნია, რომ არაკორექტული არის.
ჩვენთვის ასევე მიუღებელი და შეურაცხყოფელი იყო სპეცოპერაციის შედეგად დაღუპულთა ნეშტების იმ ფორმით გადმოცემა, როცა ხალხს მისამძიმრებისა და თუნდაც რელიგიური რიტუალების შესრულების შესაძლებლობა არ მისცეს, მალულად ღამით მოხდა მათი ნაწილის დაკრძალვა, ხოლო ნაწილის გადმოცემა მოგვიანებით განხორციელდა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო. რაც შეეხება საზოგადოებრივ საბჭოს, მან ფაქტიურ გარემოებებზე დაყრდნობით გამოკვეთა საკითხები, რაზედაც საქართველოს საგამოძიებო ორგანოებმა პასუხი უნდა გასცენ. საზოგადოებრივ საბჭოს აზრით ამ საკითხებზე ინფორმაციის მიღება აუცილებელია, როგორც 2012 წლის 28-29 აგვისტოს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებისათვის, ასევე მთელი საზოგადოებისათვის. მაგალითად, იმ პერიოდისათვის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და თვით პრეზიდენტიც კი აცხადებდა, რომ უკანონო შეიარაღებული ჯგუფის წევრები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩრდილო კავკასიიდან შემოვიდნენ. საზოგადოებრივმა საბჭომ წარმოადგინა ფაქტობრივი მასალა, რომლის თანახმადაც თქინდება, რომ ამ ჯგუფების ზოგიერთი წევრი საერთოდ არ გასულა საქართველოს საზღვრებიდან. ჯგუფის მიზანს წარმოადგენდა ჩრდილო კავკასიისაკენ გასვლა და არა ჩრდილო კავკასიიდან მისი შემოსვლა. საინტერესოა გაირკვეს, მას რა მიზანს ემსახურებოდა საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ არაერთი დღის განმავლობაში საზოგადოებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება. საინტერესოა, რამ განაპირობა ან ვისი მითითებით მოხდა ის, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საამშენებლო ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტის ასლან მარგოშვილის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა ამ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ. ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში არსებობს სერიოზული ძალა, რომელიც დაინტერესებულია, რომ ლაფანყურის ტრაგედიას ფარდა არასოდეს აეხადოს. 2013 წლის 8 მაისს ახმეტის რაიონის სოფელ დუიშში ჩატარდა სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი პირების ასლან მარგოშვილის, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის, სალამ ზაურბეკოვის გვამების ექსჰუმაცია. საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შუამდგომლობით საექსპორტო კვლევაში ჩაერთო სასამართლო სამედიცინო ექსპერტი რუსუდან ბერიაშვილი. ამავე წლის 16 მაისს ახმეტის რაიონის სოფელ დუიშში განხორციელდა სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი პირების ბაჰაუდინ ქავთარაშვილის, დუქუახა დოშუევის, ჯაბრაილ ხაშიევის, მუსა ადუევის გვამების ექსჰუმაცია. სამწუხაროდ ამ ექსპერტიზის შედეგები დაღუპულთა ოჯახებისთვის დღემდე უცნობია. 2012 წლის 3 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ცხედრების ექსპერტიზის დათვალიერებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შესაძლებელი გახდა 11 ლიკვიდირებული პირისაგან 7 ცხედრის ვინაობის დაზუსტება. მაშასადამე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზემოაღნიშნული განცხადების თანახმად სპეცოპერაციის შედეგად გარდაიცვალა 11 პირი, თუმცა შემდგომში უკვე მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ მხოლოდ 7 პირი გარდაიცვალა. საინტერესოა, რა წარმოადგენდა მსგავსი არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზანს. საზოგადოებრივ საბჭოს მუშაობის პერიოდში დიდი იყო ამ საკითხისადმი მედიის დაინტერესება, რაც საზოგადოების ინტერესითაც იყო განპირობებული. სამწუხაროდ გამოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, ყოფილი ჩინოვნიკები, ნაწილი ასეთ თარიღში შეიძლება დავასახელოთ, რომელთაც საზოგადოებრივ საბჭოს საქმიანობას უვიცობის ზეიმი უწოდეს. რატომღაც ამ ადამიანებს ჩამოუყალიბდათ შეხედულება, რომ ამ ქვეყანაში ყველაფრის მცოდნენი, ქვეყნის ინტერესების გამტარებელნი ისინი არიან და სხვა ყველა ამ საკითხისაგან შორს დგას. ტელევიზიით გამოდიან და საზოგადოებას მოძღვრავენ თავიანთი შეგონებებით, დიდაქტიკოსების როლში გვევლინებიან. საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულება ჩანასახშივე მცდარია,
საზღვარგარეთ განათლების მიღება სულაც არ ნიშნავს, რომ შენ ყველაფერი იცი. ჩემი ღრმა რწმენით ლაფანყურისნაირი ტრაგედიისაკენ ნაბიჯების გადადგმა არის სწორედ უვიცობისა და უმეცრების ზეიმი. Dabos მინდა აღნიშნო, რომ საზოგადოებრივმა საბჭომ უამრავი კითხვა დასვა, თუნდაც კითხვა თუ როგორ აღმოჩნდნენ სპეცოპერაციის შედეგად გადარჩენილების ნაწილი საზღვარგარეთ, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ გამოძიება ამ კითხვებს ჟეროვან და ამომწურავ პასუხს გასცემს, რითაც დააკმაყოფილებს ქართული საზოგადოების ცხოველ ინტერესს ლაფანყურის ტრაგედიისადმი. მადლობა. საბჭოს კიდევ ორ წევრს ვინდა გადავცეს სიტყვა, მოკლედ ბატონი სოსო ცისკარიშვილი დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი და შემდეგ ქალბატონი ლია მუხაშავრია, არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანთა პრიორიტეტის ხელმძღვანელი. მოგესალმები ჩვენს დაფიქრებულ საზოგადოებას, ნამდვილად დასაფიქრებელი ბევრი გვაქვს და უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ უჩანანუაშვილს მისი ინიციატივისთვის, მისი მართლა უზარმაზარი შრომისთვის, ცხადია მას და მის კოლეგებს ომბუდსმენის აპარატიდან, რომლებიც დიდი სერიოზულობით მიუდგნენ ამ საკითხს. ბატონი უჩა ჩემთვის სიმბოლოა, როგორ უნდა შეინახოს ადამიანმა რაიმე საიდუმლო, იმიტომ რომ ერთი წლის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ ის ფლობს ინფორმაციას იმაზე, რაზეც ჩვენ ვკითხავთ, მაინც ამ ფინალით მოვედით თქვენს წინაშე წარმოსადგენად ამ დოკუმენტის. ხლა ასევე ბანკისის უხუცესს და კავშირს მის წარმომადგენლებს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო საკუთარი გონიერების, საკუთარი ლოგიკური აზროვნების და თავისი თმენის უზარმაზარი პოტენციალის გამო. ამ ადამიანებს, რომელთა შორის ჭირის უფლებიც არიან, არასოდეს ჰქონიათ მცდელობა რაიმე სუბიექტივიზმის თავზე მოხვევისა საბჭოს წევრებისთვის. ახლა თავად იმასთან დაკავშირებით, რასაც მე ვხედავ, შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს, მაგრამ თვალს ნუ დავხუჭავთ. მე ვიღებ პასუხისმგებლობას განვაცხადო, რომ დღეს მოწმენი ვართ ყოფილი და დღევანდელი ხელისუფლებების კოაბიტაციური დუმილის. მით უმეტეს დამუნჯებული კრემლის ფონზე. დასაკვირველია, ქართულ საზოგადოებას და არა მხოლოდ აინტერესებს, როგორ ხდება, რომ როდესაც დღევანდელი ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის მიერ დაშვებული შეცდომების თუ დანაშაულების ძიებაშია, დღე და ღამე ამ საკითხთან დაკავშირებით იმ უსინდისობას საერთოდ არ ეხება, რასაც ადგილი ჰქონდა 2012 წლის აგვისტოში საქართველოში. ჯერ წაიკითხავთ რა ამ ანგარიშს დარწმუნდებით, რომ ამ იმ დღეებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული იყო მამალი ტყუილების კორიანტელი და დაღესტნიდან შემოჭრილ დივერსანტებს, როგორც ჩანს, დღესაც ეძებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, რადგან რაიმე წინსვლა 2013 წელს ამ თემაზე არავის სმენია. კი ბატონო, თუ ჩვენ მაინც და მაინც იმ სტანდარტს ავიღებთ, რომელიც დამკვიდრდა საქართველოში და 10 წელი სულ ცოტა ჭირდება გამოძიებას ფაქტისა, რატომ გარდაიცვალა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, უნდა ვიყოთ მზად, რომ მხოლოდ საზოგადოების ზეწოლით შეიძლება დავაჩქაროთ და წაუყენოთ სერიოზული ვალდებულება დღევანდელ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, რომ დროულად იყოს ჩატარებული ეს გამოძიება, ნუ იგდებენ აბუჩად უპირველეს ყოვლისა პანკისის მოსახლეობას.
რომლის მიმართაც არაერთი უტიფარი ტყვილი იყო გავრცელებული იმ პერიოდში. ახლა ყველაფერთან ერთად იმ დღეებში მოახერხა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომ შეცდომაში შეეყვანა ნატოს ხელმძღვანელობაც. ეს დოკუმენტი მე ამ ნაშრომზე მუშაობის დასრულების შემდეგ მოვიპოვე და ამიტომ ამ დოკუმენტში შესული არ არის, მაგრამ 30 აგვისტოს ბრიუსელში შედგა სწორედ ნატოს შტაბ-ბინაში სპეციალური სხდომა, სადაც განიხილებოდა საკითხი დაღესტნის და საქართველოს საზღვარზე მიმდინარე პროცესებისა და იქაც ჩვენმა წარმატებულმა და მართლა ძალიან პატიოსანმა მაღალი რანგის დიპლომატმა იმ დროს ნატოში ელჩად მომუშავე ბატონმა გალობლიშვილმა ძალაუნებურად დაეყრდნორა იმ ინფორმაციას, რასაც ის იღებდა თბილისიდან, განუმარტა მონაწილეებს ამ შეხვედრის, მათ შორის იყო გენერალური მდივანი ბატონი რასმუსენი, რომ ეს იყო დივერსანტთა ჯგუფი, რომელიც შემოიჭრა დაღესტნიდან. ამასთანავე იქვე იყო ნათქვამი, რომ 11 წევრია ამ დაჯგუფების გარდაცვლილი, თუმცა შემდგომ აქ იყო უკვე საუბარი იმისა, როგორ და რატო ზუსტდებოდა ეს ციფრი. უკაცრავად, მაგრამ ვინმეს თვალში კი არ აღშლია. იმ დღეებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააქცელა ოფიციალური ინფორმაცია, უკვე მას შემდეგ რაც 7 გარდაცვლილი დაკრძალული იყო, რომ აღმოჩენილია აი ამ დივერსანტთა 4 ცხედარი. მარტივად 7-ს 4 მიუმატეს, დაწერეს 11 და 2 წელია იძიებენ 7 იყო გარდაცვლილი თუ 11. ესეც აბუჩად აგდებაა უპირველეს ყოვლისა ქართული საზოგადოების და არც საერთაშორისო საზოგადოების მიმართ პატივისცემის ნიშანია, როდესაც არანაირ შუალედურ შედეგებს მაინც არ აცხადნობენ ადამიანებს. ჩემთვის ძალიან ინფორმატიული იყო ხანმოკლე სტუმრობა ბანკისის ხეობაში, სადაც მქონდა საშუალება დუისელებთან ურთიერთობის და იქ მივიღე ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორი ინფორმაციის მფლობელი არიან იქაური მოსახლეობა, მესაუბრა სოლიდური ადამიანი, რომელიც ბრძანებდა თანდამსწრებთა ერთად, იქაურებთან, რომ მან შესაძლებლობის ფარგლებში თავად პირადად გააპატიოსნა ცხედარი ყველა იმ 7-თაგან, ვინც დაიგრძალა და მას თვითონ გაუგნებულს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ როდესაც ის ასმევდა ტანსაცმელს, ცხედრებს და აკვირდებოდა მათ სხეულებს, მათ მხოლოდ ერთი ტყვია ჰქონდათ მოხვედრილი. ანუ თითო ტყვით არის მოკლული 7 დაღუპული. ეს ჩემთვის უფრო დამაჯერებელი გახდა მას შემდეგ, რაც გავიცანი თავად ოფიცრის ექიმ ხვედელიძის მიმართ გაკეთებული ეგრეთ წოდებული დასკვნა ოფიციალური ორგანიზაციისგან, როდესაც საუბარია მრავალ ჭრილობაზე და მრავალ ნატყვიარზე, ხოლო სინამდვილეში ოჯახის წევრები საუბრობენ ერთადერთ იმაზე. ახლა ჩემის აზრით წაიკითხავთ რა ამ ნაწარმოებს, რბილად რომ თქვათ. კითხვები აღარ გაგიჩნდებათ, საიდან და როდის შემოვიდა მრავალი ათეული ჩრდილო კავკასიელი საქართველოში, ვის მიერ იქნა მოწვეული ისინი. და ამაზეც ამ ინფორმაციის არსებობის მიუხედავად პასუხი ცხადია არ აქვს არც ყოფილ ხელისუფლებას, მაგრამ რატომ
დუმს დღევანდელი ხელისუფლება, ეს კიდე ცალკე გამოძიების საკითხი იქნება ალბათ და შეიძლება ეს იყოს საფუძველი, რომ არ დავეთანხმოთ ბატონ დაასრულოს მუშაობა ამ საბჭომ. ბატონმა უჩამ თავისი საქმე გააკეთა, მაგრამ საბჭოს წევრებს ალბათ გვექნება სურვილი გავაგზავნოთ ურთიერთობები, მით უმეტეს ჩვენს ბანკისელ კოლეგებთან ერთად და უპრიანი იქნება, რომ ეს დოკუმენტი განხილულ იქნას პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში, სწორედ იმ კომიტეტებში, რომლებიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში დაკავებული იყვნენ იმ კანონის ინიცირების სურვილით, რასაც დღეს უკვე ვეტო მოხსნილი კანონი ქვია. ამასთანავე აუცილებლად მიმაჩნია ვთხოვოთ ბატონ ომბუდსმენს, რომ პირადად გააცნოს საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია, რომელზეც ჩვენ დღეს აქ საუბრობდით და იქნებ ისიც გავიგოთ, რას აპირებს გამოძიება და როდის აპირებს სიმართლის თქმას. მადლობთ. დიდი მადლობა. ქალბატონ ლიას მინდა გადავცე სიტყვა და კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ იყოს სწორად გაგებული, რაც თავიდანვე აღვნიშნე, რომ კომისიის საბჭოს ყველა წევრს აქვს განსხვავებული მოსაზრება კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება, საკუთარი ვერსია. შესაბამისად, ის რაზეც ჩვენ შევთანხმდით, ეს არის ოფიციალური ვერსია და ოფიციალური ანგარიში, სწორედ რაზეც ვართ ყველა შეთანხმებული. მის გარეთ, რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, რა თქმა უნდა, საკუთარი მოსაზრების გამოხატვის, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ეს არ იყოს აღრევა სახელმწიფოს ანგარიშთან. მინდა სწორედ ხაზი გავუსვა ამას, რომ სწორედ ანგარიში არის ეს მთავარი დოკუმენტი, რაზეც საბჭოს ყველა წევრი შეთანხმდა. მის გარეთ, რა თქმა უნდა, ყველას აქვს საკუთარი მოსაზრების და რა თქმა უნდა, საბჭოს წევრებთან მეც გვაქვს გარკვეული საკითხებზე ასთა შევთავსებლობა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას პატივი უნდა ვცეთ. ქალბატონ ლიას მინდა გადავცე სიტყვა. მინდა დავადასტურო ჩემი სრული თანხმობა იმ დოკუმენტთან, რომელიც აქ არის წარმოდგენილი და მართალი გითხრათ, პირადი საუბრებისას ამ თემაზე არ მისაუბრია ბატონ ომბუდსმენთან, მაგრამ საბჭოს წევრებთან იმ თემებზე, რაზეც ვისაუბრე დღეს, არანაირი ნეგატიური დამოკიდებულება არ მიგრძნია. მადლობთ. მოგესალმებით, მეც გავაგრძელებ ამ თემას, რომ ჩვენ იმ პირობით შევედით ამ საზოგადოებრივ საბჭოში, რომ ვიქნებოდით დამოუკიდებლები და ცხადია სახალხო დამცველი ვერ შეკვეცდა ჩვენს დამოუკიდებლობას და არ შეკვეცდა. მეც პირადად ვეთანხმები, რა თქმა უნდა, ამ ანგარიშს, მაგრამ მიმაჩნია, რომ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს და მოგახსენებთ რატომ. ეს საბჭო გახლავთ ნამდვილად საზოგადოებრივი და სახალხო დამცველის ეს ინიციატივა იყო ჩემთვის დიდი პატივი და დიდი ნდობა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევეცადეთ მაქსიმუმი გაგვეკეთებინა, რისი შესაძლებლობაც ქონდა როგორც საზოგადოების წევრებს და გარკვეულ პროფესიაში, გარკვეული გამოცდილების მქონე ადამიანებს და ეს, რა თქმა უნდა, ასახულია ამ ანგარიში, მაგრამ ეს სრულიადაც არ არის საკმარისი. მე ძალიან მძიმედ განვიცადე შეხვედრა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებთან და დღესაც მინდა მათ გამოუცხადო თანაგრძნობა, იმიტომ რომ ეს არის უმძიმესი ტრაგედია, 7 ახალგაზრდა დაღუპული და არ შეიძლება ასეთი მძიმე შედეგების შემდგომ გამოძიებას არ ქონდეს მკაფიო და ცალსახა პასუხები, ვისი ბრალით მოხდა ეს, რა იყო დანაშაული, ვინ უნდა დაისაჯოს და ვინ უნდა აგობს ამაზე პასუხი. თავი რომ დავანებოთ საერთაშორისო ნაკისრ საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებებს, ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია, რომელიც განხორციელდა შინაგან საქმეთა და თავდაცვის უწყების ერთობლივი ოპერაციის სახით და არ შეიძლება ასეთი ოპერაციის შედეგად გარდაცვლილ პირთა
საქმის გამოძიება ამდენ ხანს ასე გაჭიანურდეს და ასეთი უშედეგო იყოს. ამიტომ მე ამ შემთხვევაში გამოვხატავ საზოგადოების აზრს და ვაყენებ მოთხოვნას, რომ ეს გამოძიება ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება კვალიფიციურად, რაც შეიძლება დამოუკიდებლად, ანუ ამიტომ ის მოთხოვნა, რაც ანგარიში არის, რომ ეს საქმე უნდა დაექვემდებაროს მთავარ პროკურორს, ის პერსონალურად უნდა იყოს ზედამხედველი ამ გამოძიებაზე და საზოგადოებას ამცნოს ვისი ბრალით არის 7 ადამიანი გარდაცვლილი და ვის რა წვლილი მიუძღვის ამ ოპერაციის განხორციელების შედეგად, რომელიც ასეთი მძიმე შედეგით დასრულდა. გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ამ დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობა და ისინი იყვნენ პასუხისგებაში მიცემული, იმიტომ რომ არ შეიძლება დანაშაულის მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირი აგრძელებდეს სამსახურებრივ მოვალეობას. ჩვენ საქმე გვაქვს არა ინდივიდუალურ მოქალაქეებთან, არამედ საზოგადოებისათვის საშიშ შეიარაღებული ძალების პირებთან, რომლებიც დღესაც დაუსჯელნი აგრძელებენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას. თუ კი მათ დანაშაული ჩაიდინეს და გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დანაშაულია ჩადენილი, არ შეიძლება ასეთი პირები აგრძელებდნენ სახელმწიფო სახელით მოქმედებას და დაუსჯელნი იყვნენ. გარდა ამისა, ამ საქმის გამოძიებას აქვს სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები, რაზედაც რა თქმა უნდა სახალხო დამცველის და საზოგადოებრივი საბჭოს კომპეტენცია არ ვრცელდება, მაგრამ მე როგორც ამ საბჭოს წევრს და ამ ქვეყნის მოქალაქეს მიმაჩნია, რომ ჩვენს რეგიონში ჩრდილო კავკასიელ მეზობელ ხალხებთან მშვიდობიანი თანაარსებობის და საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად განსხვავებული მოქალაქეების, საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებშია, რომ ეს საქმე გამოძიებული იქნას და დამნაშავეები დაისაჯონ. არ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი საქმის ასე უყურადღებოდ დატოვება და კიდევ ერთი, რასაც ასე ვთქვათ, პროფესიული გამოცდილება მკარნახობს, ეს უნდა იქცეს იმ საქმეთ, სადაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო გამოძიება თავს ვალდებულად ჩათვლის, იყოს უფრო მეტად გამჭვირვალე და უფრო მეტად ანგარიშვალდებული, ვიდრე აქამდე იყო. ჩვენ გვესმის, რომ გამოძიების ინტერესებში არ შეიძლება ყველაფრის გასაჯაროება და ყველა ინფორმაციის გამჭვირვალობა, მაგრამ არის ინფორმაცია, რომლის განსაიდუმლოება და რომლის გასაჯაროება მნიშვნელოვნად შეცვლიდა საზოგადოების და დაზარალებულთა დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლებისა და საგამოძიებო ორგანოებისადმი. ამიტომ ეს ნაბიჯი აბსოლუტურად სავალდებულოა გადაიდგას უახლოეს მომავალში და მე ჩემი მხრიდან საბჭოს ანგარიშიდან და დასკვნებიდან განსხვავებით მივმართავდი საქართველოს პრეზიდენტს პერსონალურად, რომ მან თავის პერსონალურ კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე და თავისი უფლებამოსილების და კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში მიმართოს საგამოძიებო ორგანოებს და მოითხოვოს ამ საქმის გამოძიების სათანადოდ დასრულება. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა იმისათვის, რომ ყველა იყოს ჩართული, ყველას მიმართ გაისმას საგანგაშო ხმა და საგანგაშო მესიჯი და ყველამ ჩათვალოს თავი ვალდებულად ეს საქმე გამოძიებული იქნას. იმიტომ რომ არ შეიძლება მსგავსი ბოროტება დარჩეს დაუსჯელი, გვაქვს საფრთხე, რომ მომავალში ის განმეორდება, თუ კი სათანადო პასუხი არ გაეცემა ამ ოპერაციას და სათანადო დასკვნები არ იქნება დღეს გამოტანილი. მე მადლობას ვუხდი საბჭოს მთელ შემადგენლობას, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო და სასარგებლო იყო და პროფესიულად საყურადღებო თქვენთან ერთად მუშაობა. მე ვუერთდები ბატონ სოსოს განცხადებას, რომ ჩვენი მუშაობა დღეს არ სრულდება და არც ამ ანგარიშით არ სრულდება. მივმართავ ყველას, ვისაც აქვს რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუ კი მან არ მიაწოდა ან ვერ მიაწოდა ან ვერ მოახერხა ამ ინფორმაციის მიწოდება საბჭოსათვის აქამდე, ჩვენ ღია ვართ და მე პირადად ღია ვარ იმისთვის, რომ დღეიდან ნებისმიერ მომენტში შევხვდე ამ ადამიანებს, თუ კი რაიმე შეიძლება რომ წაადგეს გამოძიებას და გამოძიების პროცესს, მე ვაცხადებ ჩემს პირად მზაობას და ასევე ვფიქრობ, რომ საბჭოს წევრები გავაგრძელებთ
კი ბატონო, ასევე აი ბატონი სოსომ კარნახობს, რომ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბიც ასევე მზაობას გამოთქვამს მისი პრეზიდენტის სახით და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა, თუ კი ეს ხელშეუწყობს ამ გამოძიების დასრულებას და რა თქმა უნდა, რაც მთავარია სამართლიანი და წარმატებული შედეგის დადგომას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. პროგრამით ჩვენ გვაქვს სამი სტრუქტურიდან სახელმწიფოს ხედვის გაცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის და მთავარი პროკურატურიდან. თუ არიან აქ წარმომადგენლები? გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას, მიხადოთ დასახელებულ შეხვედრაზე მოწვევის გამო. ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო სახალხო დამცველის აპარატს ამ გაწეული შრომისათვის. რა თქმა უნდა, მე გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენს ნამუშევარს დეტალურად გავეცნობით, შევისწავლით და ის თუ გამოძიებას წაადგება, მოხდება ყველა იმ მტკიცებულებების საპროცესო წესის დამაგრება და შესწავლა გამოკვლევა საგამოძიებო მოქმედებების გზით. მე გახლავართ გაგეცნობით პირველ რიგში საქართველოს მთავარი პროკურატურის იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, რომელიც საპროკურორო ზედამხედველობას ახორციელებს დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეზე. ჩემთან ერთად ასევე რამოდენიმე პროკურორი ზედამხედველობს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს. გვესმის, რომ უამრავი კითხვა არსებობს. გვესმის, რომ ბევრი კითხვა დღის მდგომარეობით პასუხგაუცემელია. არსებობს მაგალითად შეკითხვები, როგორიცაა, როგორ შეიქმნა უკანონო ფორმირება, ვინ ხელმძღვანელობდა მას, გამოყენებული იქნა თუ არა ლეტარული ზარა და ასე შემდგომ. გეტყვით, რომ გამოძიების დაწყების დღიდან დღემდე არ შეჩერებულა და არავის არ ქონდეს ილუზია, რომ ეს საქმე რამოდენიმე ათეულ ტომს ითვლის დღის მდგომარეობით შემოდებულია თაროზე და არავინ არაფერს არ აკეთებს. ვინაიდან საქართველოს პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო გარკვეულწილად შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით, როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, ასევე კანონით სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, ჩვენ ვერ გავცემთ ყველა იმ საინტერესო ინფორმაციას, რომელიც საზოგადოებისათვის საინტერესოა და ყველა კითხვას დღის მდგომარეობით მანამ სანამ არ გაეცემა პასუხი საგამოძიებო მოქმედებების გზით გარკვეულწილად ვერ უპასუხებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბევრ კითხვაზე პასუხი არ გვაგვაჩნია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104 მუხლის თანახმად არ დავიწყეთ მუხლების ჩამოთვლას, პროკურორი ვალდებულია უზრუნველყოს საქმეზე არსებული მასალების არ გასაჯაროვება, ასე რომ ვთქვათ, დაიცვას მისი საიდუმლოება. ასევე დღის მდგომარეობით ამ საქმეში, ვინაიდან ეს კითხვა არსებობს და საზოგადოებას ძალიან აინტერესებს, შევეცდები დეტალურად გავცე პასუხი, ასევე სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად საქმეში არის ისეთი დოკუმენტები, რომლის გასაჯაროვებაც პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ პროკურორის და გამოძიების მხრიდან იქნება დანაშაული და ამას ვერ გავასაჯაროვებთ ჩვენ, მანამ სანამ საქმეზე არ იქნება მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რაშიც იგულისხმება კონკრეტული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. შესაბამისად, მაშინ, როდესაც კონკრეტული პირის მიმართ იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა, ბრალდების მხარე ვალდებულია დაცვის მხარეს გადაცეს მტკიცებულებები. და თუ ის საიდუმლოა, ასევე ცალკე წესი არეგულირებს ამ საკითხს. ავტომატურად ისმის კითხვა და საზოგადოებას აინტერესებს, რომ ეს საქმე რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს გამოძიებული და კვალიფიციურად. მაშინ, როდესაც ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, ყველა ვაცნობიერებთ, რომ ნებისმიერი ფაქტი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში პასუხგაუცემელია და არსებობს კითხვების ირგვლივ, უნდა მოხდეს მისი ობიექტური და კვალიფიციური გამოკვლევა. ნაშქარევად მსგავს საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია ობიექტურობას მოკლებული იყოს. ამიტომ მე სრული პასუხისგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს იმ უწყებას, რომელიც გამოძიებას აწარმოებს ამ საქმეზე, არ ძინავთ რამოდენიმე კონტრდაზვერვის თანამშრომელი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ შემთხვევის ადგილის მიმდებარედ ცხოვრობს და აქტიურადაა ჩართული საგამოძიებო მოქმედებებში. ხშირია პროკურატურისადმი გამოგზავნილი კითხვები, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეთ და რას გეგმავთ მომავალში, რა საგამოძიებო ვერსიები გაგაჩნიათ და რამ ბიზნეს მიღწევას ვცდილობთ ამ საგამოძიებო მოქმედებებით. მე მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემისგან გარკვეულწილად პროკურატურამაც და შინაგან საქმეთა სამინისტრომაც თავი უნდა შეიკავოს, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მიერ დაგეგმილი ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება თავისი შინაარსით შეიძლება იყოს ნაყოფიერი, უნაყოფო ან საიდუმლო. თუ საგამოძიებო მოქმედება უნაყოფო აღმოჩნდა და შენ წინასწარ დაანონსებ იმას, რომ აი ამ საგამოძიებო მოქმედებას ვახორციელებ, არაა გამორიცხული, რომ ამ საგამოძიებო მოქმედების ობიექტი
გარკვეულწილად თვისობრივად შეიცვალოს. შესაძლებელია კონკრეტულ მოწმეს საზოგადოების გაკიცხი შეეშინდეს და ასე შემდეგ არ ჩამოთვლი კონკრეტულ გარემოებებს. ლოგიკურია მე მესმის რომ ისმის კითხვა რა დრო დაჭირდება გამოძიებას. ძალიან რთულია მე მესმის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ერთი რაღაც შემიძლია ვთქვა. გამოძიებას დაჭირდება ის დრო, რაც საჭიროა ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. და ეს დრო, რა თქმა უნდა, არ იქნება ალოგიკური. მადლობ. შეძლებს და გვარად შევეცდები გიპასუხოთ ყველა იმ კითხვაზე, რომელიც გაჩნდება. თუ რა თქმა უნდა არ დავაუბრებ იმ კანონს, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას და საქმის მასალების საიდუმლო დატოვებას ეხება. დიდი მადლობა. არაერთხელ დაპირება რომ ძალიან მალე მოხდებოდა ამ საქმის გახსნა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან და სწორედ ეს აჩენს გარკვეულ ბოლოდინებს, რომ ის დრო რამდენჯერმე გავიდა და სწორედ აქედან გამომდინარე არის ის დამატებით კითხვები გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით. მე მინდა ახლა უკვე გადავიდეთ უშუალოდ დისკუსიის ნაწილზე და კითხვები როგორც ჩვენთან პრეზენტაციასთან დაკავშირებით, ანგარიშთან დაკავშირებით, ასევე თუ კი რაიმე სხვა კითხვა ან კომენტარი სურს ვინმეს, კი ბატონო, გამოტონილია, დიახ. დიდი მადლობა. ვისარგებლებ შემთხვევით რა კი პროკურატურის წარმომადგენელი არის, ძალიან მინდა ვირწმუნო ბატონო ჩემო თქვენი სახელი არ ვიცი. ლადო, ძალიან მინდა ვირწმუნო რომ დღე და ღამე სასწორებთ, მაგრამ მაშინ მიპასუხეთ, რატომ არ არიან დღემდე დაზარალებულად ცნობილი გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და რასაკეთებს გამოძიება თუ კი დაზარალებულად არ ყავს ცნობილი, მაპატიეთ, მაგრამ აი სწორედ მე მინდა ჩემი სახელით თქვა რომ მე მეჩვენება რომ გასაიდუმლოება ამ საქმის გამოძიებისა ემსახურება ერთადერთ იმ მიზანს რომ დაიფაროს დამნაშავეები და არ გამოვლინდეს ისინი, იმიტომ რომ 2 წელზე მეტი გავიდა და დღემდე თუ კი დაზარალებული არ ყავს გამოძიებას, იქ რა გამოძიებაზე საუბრობთ თქვენ, ცოტა გაუგებარია. ამიტომ იქნება ეხლა მაინც ცოტა მეტი ნათელი შეიტანოთ, ეს არანაირ საიდუმლოებას არ წარმოადგენს დაზარალებულად გარდაცვლილის ოჯახის უახლოესი წევრის აღიარება და მისი დაკითხვა და მისი მოთხოვნების საქმეში დოკუმენტად დაფიქსირება, ხო? დიდი მადლობა, საკმაოდ კრიტიკული კითხვაა და მე მომწონს. დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. შეძლებს დაგვარად გაგცემთ პასუხს, მაშინ როდესაც საქმეში არის ორი მხარე. ამ შემთხვევაში გულისხმობ სპეცდანიშნულების რაზმი, ძალიან დეტალურად აღარ გავშლით თემას, ვინაიდან გარკვეული ნაწილი საიდუმლო როგორც აღნიშნე და არის მეორე მხარე, შეიარაღებული ჯგუფი. მაშინ როდესაც გამოძიებას დღის მდგომარეობით შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული და არ უთქვამს კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაუწყია კონკრეტული პირის მიმართ და არ უთქვამს რომ ერთმა მხარემ ჩაიდინა დანაშაული, ხოლო მეორე მხარე არის დაზარალებული. მანამდე ორ წელზე მეტია მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. მოდი ნუ შევალთ საქმის დეტალების განხილვაში, მე არ მაქვს უფლება კონკრეტულ მტკიცებულებებზე ვისაუბრო. შეზღუდული ვარ, აქედან გამომდინარე გეუბნებით, მანამ სანამ არ იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება კონკრეტული პირების ბრალეულობის შესახებ, ამ გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა წინ გაუსწრებს დაზარალებულად ცნობის პროცედურა, მაგრამ სანამ არ მოიწურება ყველა ის საგამოძიებო მოქმედებები, ამასთან ერთად ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებები, ცოტა ნაადრევია დღის მდგომარეობით ამაზე ფიქრი. მადლობა. არა, პატივისცემა. ბატონი ხას, შემდეგი ბატონი ხასო. უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა მოვახსენო საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს ჩვენი ამ 1 წლის განმავლობაში ურთიერთობის პერიოდში გამოვლინდა მათი მაღალი პროფესიონალობაც გულთან რაც თავარია გულთან ახლოს მიიწანეს ეს ტრაგედია და ცდილობდნენ ყველანაირად ამ საქმისათვის ნათელი მოეფინათ. ჩვენ ბანკისელი უხუცესები ჩავერთეთ მოწვევით რა თქმა უნდა ამ საზოგადოებრივი საბჭოს საქმიანობაში იმედით რომ საბოლოოდ ამოიწურებოდა ეს საკითხი პანკისის ასე ვთქვათ ტერორისტულ კუთხედ და არასტაბილურ რეგიონად წარმოჩენის კუთხით. ჩვენთვის ცნობილი არის მაგალითად პანკისის კრიზისის პერიოდში 90-იანი წლების დასაწყისში გარედან შემოტანილი იყო ზუსტად საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების ჩინოვნიკების მიერ შემოტანილი იყო ეს კრიზისი ხელოვნურად დაძაბული იყო და
ამავე დროს ისე წარმოჩინდა, რომ ქისტები, პანკისელი ქისტები წარმოადგენდნენ რაღაც ისეთ ნაწილს ეთნოს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ხელისუფლებას და უპირისპირდებოდა ქართველ ხალხს, ქართველ საზოგადოებას და ეს ჩვენთვის ძალზე მტკივნეული იყო. აი ამჟამად ლაფანყურთან დაკავშირებითაც, როგორც ბატონმა ზაურიმ აღნიშნა, ისეთი ინფორმაცია წამოვიდა ლეკიანობა პანკიცი და თითქოს ტერორისტები იყვნენ. ვარ თუ არა დაკმაყოფილებული ამ მუშაობით, ვიტყვი რომ ნაწილობრივ. იმდენად რამდენადაც საკითხი ასე იდგა, იყო თუ არა ეს შეარაღებული ჯგუფი ტერორისტები ან დივერსანტები. აი ეს გვაინტერესებდა ჩვენ ძირითადად რომ საბოლოოდ დაგვედგინა და დადგინდა კიდეც რომ ეს ჯგუფი უბრალოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა ამავე დროს ძალოვანი სტრუქტურების ხელშეწყობით, მათი უშუალო ორგანიზაციით მომზადებული იყო და მომზადებული იყო რაღაცა საკითხისადმი უბრალოდ ჩრდილოეთში გადასასვლელად, როგორც ეს ადრე ხდებოდა, ეს ჩვენი ინფორმაცია არის, ნამდვილი ინფორმაცია. მაგრამ შემდეგ შეიცვალა მიზანი, შეიცვალა ამ არჩევნებთან დაკავშირებით ასეთი ინფორმაცია გვაქვს ჩვენ და რაც მთავარია, მოხდა ღალატი, ძალიან დიდი ღალატი. როცა შესაძლებელი იყო ამ ჯგუფის მშვიდობიანად ასე ვთქვათ, განიარაღება. იყო ამის შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ნამდვილი ინფორმაცია, რომ მიმდინარეობდა უბრალოდ მოლაპარაკება მხოლოდ დროის გაყვანის მიზნით. სანამ რკალი შეიკრებოდა ამ ჯგუფზე და მოხდებოდა მათი სრული ლიკვიდაცია. ეს ჯგუფი მომზადებელი იყო ამისათვის. ისინი ფიქრობდნენ, რომ მართლაც მიმდინარეობს მოლაპარაკება და აი ამიტომაც ასე ვთქვათ, მცირე სხერპლი მოჰყვა ამ ამბავს, თორემ ნამდვილად რომ დაეკავებინათ საბრძოლო პოზიციები, გამოსტილი მეომრებიც იყვნენ მათ, მაშინ სულ სხვანაირი ამბავი დატრიალდებოდა. და თავისთავად იგულისხმება დაზარალებულების საკითხი გადაუწყვეტელია ყოველ შემთხვევაში ბოლოს და ბოლოს ნათელი უნდა მოიფინოს. მე საბოლოოდ ერთ რამეს ვიტყვი, მთელი ისტორია ასია კაცობრიობისა, პოლიტიკა ყოველთვის თრგუნაოდა სამართალს. და დღესაც ასია. არის პოლიტიკა, რომელიც არ აძლევს საშუალებას, რომ სამართალმა იზეიმოს. დიდი მადლობა. მადლობა. სამი გამოსვლელი ყავს ჩვენ. ვახტანგ მაისაია იყო, შემდეგ საერთო მუზაევი და ალიკო წკეტიშვილი. მოგესალმებით, რა თქმა უნდა, მე პირველ რიგში როგორც საბჭოს წევრი მინდა საბჭოს დიდი მადლობა მოვუხადო ბატონ უჩა ნანუაშვილს, ჩვენი საბჭოს წევრი თითოეულ წევრს, ასევე პანკისის ხეობის მოსახლეობის თითოეულ ადამიანს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ დაინტერესებული და აბსოლუტურად გამოხატავენ სრულ თანამშრომლობას ჩვენ საბჭოსთან ურთიერთობების კუთხით და რა თქმა უნდა, მე მინდა პირველ რიგში მიუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებს და საქართველოს მოქალაქეების იმ ოჯახის წევრებს, რომლებიც ტრაგიკულად დაიღუპნენ ამ ეგრეთ წოდებული სპეცოპერაციის დროს. და რა თქმა უნდა, მთელ საზოგადოებას, იმიტომ რომ მათ საზოგადოების თლიანი, ასე ვთქვათ, თუნდაც ინტერესის, მაღალი საზოგადოების ინტერესის ფონზე, თან საზოგადოებას მინდა მადლობა მოვუხადო, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, იგრძნობოდა მათი მხარდაჭერა ჩვენი საბჭოს მიმართ. რაც შეეხება უშუალოდ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, მე მინდა აღვნიშნო, რომ საბჭოს ფუნქციებში არ შედიოდა პირველ რიგში ისეთი მნიშვნელოვანი და ასე ვთქვათ, ძალიან აქტუალური პრობლემის გამოკვეთა, როგორც არის ამ სპეცოპერაციის გეოპოლიტიკური და სამხედრო პოლიტიკური კუთხით ანალიზის ჩატარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან აქტუალურია. იმიტომ რომ საქართველოს ტერიტორიაზე უცნაურად ძალიან მოულოდნელად ჩნდება შეიარაღებული რაზმი, ეს უკანონიერი ცალკე საუბრისთემა, ხდება აი სიწევს ვრცელდება რომ რამდენიმე სახელმწიფოს ინტერესების კუთხით იკვეთება აღნიშნული რასთან დაკავშირებული გარკვეულწილად ქმედებანი და შემდგომში ხდება არასწორი ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციის გავრცელება, როგორც ხდება წინა ხელისუფლების პერიოდში. მე როგორც ამ შემთხვევაში ექსპერტი ტერორისტთან ბრძოლის საკითხებში, რომლის კვალიფიკაციაც იძლევა ის, რომ მე ვარ ნატოს პარტნიორობის პროგრამის კონსორციუმის ტერორისტთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის წევრი, ასევე EUTHOS ვიყავ EUTHOS ექსპერტი ტერორისტთან ბრძოლის საკითხებში და მაქვს შესაბამისი განათლება მიღებული ერთ-ერთ სამხედრო სასწავლებლის კუთხით. მინდა დავუსვა საკმაოდ საინტერესო კითხვა. რატო ხდებოდა ესე უაპელაციოდ ყოველგვარი
ანუ მტკიცებულებს ყოველგვარი წინასწარი დაუშვათ არსებული მოძებული ინფორმაციის ფონზე საქართველოს მოქალაქეების გამოცხადება ტერორისტებად და რასაფუძვლად იძლეოდა ასეთი ინტერპრეტაციის გაკეთება. მეორეს ერთი საინტერესო მომენტია, საიდან უკვე ჩვენი საბჭოს წევრის მიხედვით დადგინდა ზუსტი რაოდენობა იმ რაზმისა, რომელიც გადაადგილდებოდა საქართველოს ტერიტორიის, როგორც ირკვევა გადაადგილდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. იყო 17 კაციანი დაჯგუფება. და მინდა მოგახსენოთ, რომ რეგულარული შეერაყოფილი ნაწილების კონტექსტიდან გამომდინარე, ეს არის ოპერატიულ-ტაქტიკური ოცეულის შენაერთი, ხოლო არარეგულარული სამხედრო შენაერთი ეს საკმაოდ მსხვილი შენაერთია, რომლის კლასიფიკაცია იგება ბატალიონის დონამდე. მე ვამბობ არარეგულარული ასიმეტრიული ბრძოლებისათვის განკუთვნილი რაზმის ფორმატიდან გამომდინარე. მე მინდა აღვნიშნო, თუ ამ კლასიფიკაციით ასეთი მსხვილი შენაერთის გადაადგილება როგორ გამოეპარა ჯერ ეს უკვე ჩვენს სასიკაზულო იმპერიოდის საქართველოს სპეცსამსახურებს, რატო არ მოხდა მათი დაუშვათ წინასწარი პრევენტიული ზონების დაფიქსირება, საიდან მიიღო ამ რაზმმა ასეთი მსხვილი და კარგად ეკიპირებული, ასე ვთქვათ, და კარგად შეერაგებს დაკომპლექტებული ასე ვთქვათ ნაწილები, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს რამოდენიმე მილიონ დოლარის, ასე ვთქვათ, რომ გადავიყვანოთ ეს ვთქვათ, ჩვენ გვაქვს დოკუმენტური კადრები, ეს არის საჯარო ინფორმაცია, არ არის დახურული ინფორმაცია და რა თქმა უნდა, ვინ იდგა ამ სპეცოპერაციის, ასე ვთქვათ, უკან, ვინ აწარმოებდა მის მომზადებას, ორგანიზებას და ვინ აღასრულა, ვინ გასაბრძანება, ეს ერთი და ვისი ქვეყნის ინტერესები იკვეთება, გეოპოლიტიკური ინტერესები იკვეთება ამ სპეცოპერაციის ფორმატში. ამიტომ ბუნებრივია, რომ აქ უკვე ცდება ელემენტარულად თუნდაც სახელმწიფოებრივი სამთავრობო, თუნდაც იგივე მთავარი პროკურატურის, თუნდაც იგივე შემოსამართლე კონდაზვერი დეპარტამენტის ყოველგვარ უფლებამოსილებას ეს საკითხი უნდა გადავიდეს და ამ საკითხს კონკრეტული პასუხი გასცეს საქართველოს პარლამენტის იგი შექმნილმა საგამოძიებელო ჯგუფმა, რომელიც აი ამ ყველა საკითხებს მიცემს პასუხს. და მე უფრო მეცადეთ, შეიძლება საერთაშორისო დონის, ასე ვთქვათ, გამოძიება დაიწყოს ამასთან დაკავშირებით. რასაც მე ელემენტად როგორც ამ დარგის სპეციალისტი ვთვლი, რომ ეს აუცილებელი არ გასაკეთებელი. და ეს არ უნდა იყოს ყოველ საბჭოს, ესე ვთქვათ, ამ საბჭომ წარმოაყენა საკითხი ბუნებრივია და გაჩნდა ბევრი კითხვა მასთან დაკავშირებით. მეორეს ერთი, მინდა აღვნიშნო, თუ რატომ აწარმოებს გამოძიებას ის უწყება, რომელიც დგინდება სხვადასხვა წყაროებიდან, შემიძლია მოვიყვანოთ კონკრეტული 3 წყარო, ეს ბუნებრივია არ არის საბჭოს ანგარიშის ფორმატში, ასე ვთქვათ, გამოკვეთილი, ასე ვთქვათ, მასალები, მაგრამ საბჭოს გარეთ არსებული ინფორმაცია 3 წყაროს დაგესახელებ, როდესაც გარკვეული სტრუქტურის წარმომადგენლები უშუალოდ მონაწილეობდნენ, როგორც ასე ვთქვათ, როგორც არის ამ ინფორმაციების დაყრდნობით, შემიძლია კონკრეტული მათ შორის საერთაშორისო მასმედიაში გავრცელებული ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენიანი, ასე ვთქვათ, ორგანიზაციის მიერ დადებული გარკვეული დასკვნაც არის დადებული, რომ ამ კონდაზვერის დეპარტამენტის თანამშრომლები ზოგიერთები და თვითონ ეს სტრუქტურა მონაწილეობდა, როგორც ახლა მე არ მინდა ბუნებრივია დავარღვევ ნებისმიერ პრეზიდენტს და ნებისმიერ ისე ვილაპარაკო, როგორც აი ამ წყაროებიდან იკვება, აი ამ ოპერაციის გარკვეულწილად მოზადებისა და ორგანიზების კუთხეში. და ხო იკვეთება აქ ინტერესთა კონფლიქტი და ელემენტარულად და რატომაც ხდება, რომ დაუშვათ ასე იწელება აღნიშნული მნიშვნელოვანი გამოძიების დაწყება. მე მაინტერესებს მიმართო მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს, როდის დაიწყო გამოძიება? იმედია ეს არ არის საიდუმლო ინფორმაცია, რომ ამ საკითხს გავცეთ პასუხი და თუ შეიძლება გამოძიება დაიწყო 30 აგვისტოს 2012 წლის. რაც შეეხება საქმის ქვემდებარეობის საკითხს, თუ რატომ იძიებს დღის მდგომარეობის საქმეს კონდაზვერის დეპარტამენტი, ქვემდებარეობის საკითხი უშუალოდ გადასაწყვეტია მთავარი პროკურორის და მისი მოადგილის. უბრალოდ მე არ მესმის შეხედულება და პრეტენზია იმისა, თუ რატომ იძიებს დღის მდგომარეობით კონდაზვერის დეპარტამენტი ამ საქმეს. ჩვენ უნდობლობას უცხადებს კონდაზვერის დეპარტამენტს. რატომ? მე მოგიყვანეთ კონკრეტული მაგალითები და მე არა, უნდობლობა და საუბარია მასმედიაში გავრცელებული კონკრეტული წყაროებზე, რომლის მიხედვით იკვეთება სავარაუდო, მე არ მომოფრო ეს არის თქო, მე სავარაუდო იკვეთება და მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია მე მგონი არის ყველა საკითხი, ხო? თუნდაც წყაროები და მეტი რაც ანგარიში არის, ხაზგასმული არის ის, რომ ინსტიტუციური დამოუკიდებლობა უნდა არსებობდეს გარკვეულწილად გამოძიების. იგივე სტრუქტურა, ვინც ჩაიდინა და ვინც განახორციელა სპეცოპერაცია სავარაუდოდ არ უნდა იძიებდეს საკუთარი სტრუქტურის თანამშრომლების მიერ შესაძლო დანაშაულის. და რატო არ შეიქმნა უწყებად შორისო სტრუქტურა, რაც საბსოლუტურად ლოგიკური იქნებოდა შექმნილი ასეთი მნიშვნელოვანი ტიპის გამოძიების ატარება. მე არ მინდა ჩემს კომპეტენციას გავწდე და გავაკეთო ისეთი განცხადება, რომელიც ჩემს კომპეტენციაში არ არის, როგორც მოგახსენეთ, საქმის ქვემდებარეობის საკითხს წყვეტს მთავარი პროკურორი ან მისი მოადგილეები და სათანადოდ საგამოძიებო ჯგუფის საკითხსაც, უწყებათა შორის ჯგუფის შექმნის საკითხსაც საგამოძიებოს გულისხმობ, ესეც მათ კომპეტენციას განეკუთვნება.
რაც შეეხება იმ დამოკიდებულებას, რომ დანაშაული ჩაიდინა ამავე უწყებამ, რა თქმა უნდა, მცდარი დამოკიდებულება ეს არის სრულ ინფორმაცია პირდაპირ შემიძლია გამოცხადო, მანამ სანამ არ იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება და კონკრეტული პირი არ მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და არ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. ნაადრევია ვარაუდი და საუბარი იმაზე, რომ ამან ჩაიდინა დანაშაული კონკრეტულმა სუბიექტმა გულისხმობს. შესაბამისად, მე ვერ ხედავ სამართლებრივ საფუძველს საქმის აცილების კონდაზვერვის დეპარტამენტზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ეს ჩემს კომპეტენციას ცდილდება და ეს საკითხი გადასაწყვეტია მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილეების. მადლობთ. შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სავარაუდოდ ძალიან გვიანი არის გამოძიების გადაცემა მთავარი პროკურატურისთვის ძალიან მარტივი მიზეზის გამო. როდესაც საუბარია იმაზე, რომ სავარაუდოდ შეიძლება გადამეტებული ძალა გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნული სპეცოპერაციის დროს. სავარაუდოდ სპეცოპერაცია შეიძლება იყო არასწორად დაგეგმილი, არასწორად განხორციელებული, იმიტომ რომ მოხდა 10 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. მათ შორის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების, ხომ? სულ ცოტა, ეს რაც კონკრეტულად ვიცით, ხომ? თუმცა საუბარი იყო უფრო მეტზე თავის დროზე. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გამოძიება ჩატარდეს დამოუკიდებლად. ნიშნავს, რომ ინსტიტუციური დამოუკიდებლობა გულისხმობს სწორედ იმას, რომ იმავე უწყება, როგორც წესი, მიდრეკილია იმისკენ, არა მარტო საქართველოში, ზოგადად, ყველა ქვეყანაში, რომ თავისი თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულები შეიძლება დაფაროს, შეიძლება არასრულყოფილად გამოიძიოს. ამიტომ უნდა ჩაატაროს იმ უწყებამ, რომელიცაც კავშირი არ აქვს იმ პირებთან, ვინც სავარაუდოდ შეიძლება დანაშაული ჩაიდინეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ შემთხვევაში, ზუსტად მთავარი პროკურატორი რომ წყვეტს ქვემდებარეობის საკითხს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მთავარმა პროკურორმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ პროკურატურამ გამოიძიოს ეს საქმე. მაშინ, როდესაც მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები და კარგად მოგეხსენებათ, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც უნდა ყოფილიყო ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება ამ საქმეში, საერთოდ არ ჩატარებულა. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც 30 აგვისტოს დაიწყო გამოძიება, ესე იგი უკვე დააშავა რაღაცეები, უკვე მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაატარა. იმიტომ რომ როგორ შეიძლება დაადგინოთ და ეხლა კი ჩატარდა კონკრეტული პირების შემთხვევაში ექსგუმაციის შედეგად, მაგრამ უკვე მთელ რიგ კითხვებს პასუხი იმ ექსპერტიზებით ვერ გაეცემოდა, ხომ? ეს ნიშნავს იმას, რომ თავის დროზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სერიოზული დარღვევები დაუშვა ამ საქმეში, ხომ? მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არ მოიპოვა, შეიძლება ვთქვათ, ხომ? რა არის გამართლება იმის, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩაუტარდათ გარდაცვლილებს. ამაზე პასუხი რეალურად არ არსებობს, ხომ? რა არის ხო და ამის შემდეგ და მნიშვნელოვანია, იმიტომაც ითქვა აქ, რომ შემთხვევის ადგილის ათვალიერება. როგორ შეიძლება დატოვებული იყოს, ჩვენ არ ვამბობთ, რომ არ ვიცი, საიდან მოვიდა ის მასრები იქ, ხომ? მაგრამ ათეულობით მასრა რატომ არ შეიძლება, არ ვიცით, არ დაგვითვლია რამდენი, მაგრამ ათეულობით ვთქვათ, რატომ არ უნდა ყოფილიყო ამოღებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ადგილიდან. ანუ რა იყო მიზეზი, რომ ეს ნივთმტკიცებები იქ დარჩა, ხომ? ეს ხომ მინიმუმ იმის დამამტკიცებელი არის, რა ინტენსივობის ცეცხლი იყო გამოყენებული ამა თუ იმ ხარის მიერ, ხომ? საუბარი როცა არის შეტაკებაზე. ანუ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები არის, რამდენად ეფექტურად აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეს კითხვები მე მგონი უნდა გქონდეს მთავარ პროკურატურას, იმიტომ რომ რეალურად თქვენ ახორციელებთ ზედამხედველობას გამოძიებაზე, მაგრამ ფაქტი არის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდა, ან ვერ ჩატარდა. და თუ კი ესეთი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები არ არის საქმეზე ჩატარებული, საერთოდ საუბარი არ შეიძლება იყოს ეფექტურ გამოძიებაზე. მადლობთ, შევეცდები პასუხი გავცე. მცდარია მოსაზრება იმის შესახებ, რომ შემთხვევის ადგილი არ დათვალიერებულა. ვინ თქვა, რომ შემთხვევის ადგილი არ დათვალიერდა? შემთხვევის ადგილი დათვალიერდა უბრალოდ მოგვიანებით. დეკემბრის თვეში, თაში, მაშინ, როდესაც იყო ზამთარი და შეძლების დაგვარად სამართალთან გარკვეული მიზეზების გამო შემთხვევის ადგილი ვერ დათვალიერდა აგვისტოს თვეში, რაზეც დღეის მდგომარეობით საგამოძიებო ორგანო თუ რატომ მოხდა ეს, ატარებს სათანადო საგამოძიებო მოქმედებას. რაც შეეხება შემთხვევის ადგილი მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანებით დათვალიერდა და შეძლების დაგვარად ამოღებული იქნა დათვალიერების შედეგად ყველა ის მტკიცებულება, რაც იმ დროისათვის შესაძლებელი იყო შემთხვევის ადგილიდან წამოღებულიყო.
ჩვენ ნახეთ მაეში რაც წარმოადგენთ. ბატონ საიდი და ალეკო. მეორე კითხვა გამომეორეთ გასწრავად. ანუ ჩვენ არ გვითქვამს რომ არ ჩატარდა ადგილის დათვალიერება. ჩვენ თქვით რომ რაც ჩვენ არ მოგვეწოდა ინფორმაცია როდის ჩატარდა, ვინ ჩაატარა. თქვენ ამბობთ რომ დეკემბერში. უკვე ძალიან გვიანია, ხო? დეკემბრამდე რატო უნდა ყოფილიყო? იქთან ხალხი გადაადგილდება, ესეთი ის არ არის, ხომ? დაცული არ არის ეს ტერიტორია. მე არ მინდა გარკვეულწილად ჩემს ნათქვამს პოლიტიკური შეფასებები მოყვეს, მაგრამ თავში ვიკავ ყოველგვარი პოლიტიკური განცხადებისგან, ვინაიდან ვარ პროკურატურის წარმომადგენელი და ამის უფლება არ მაქვს. მე მგონი ლოგიკურად ყველა ხვდება თუ რატომ ხდებოდა გარკვეულწილად ძალიან უცნაურია 28 აგვისტოს მოხდა ის ამბები, რაც ლოპოტაში მოხდა და ზამთარში ჩატარდა ადგილის დათვალიერება. ასე დაგვიანებით რატომ? მეორეც კიდევ ლაპარაკურელები ლაპარაკობენ რომ ლოპოტის ხეობაში რამდენიმე საგუშაგო არისო და 25-დან 28 აგვისტოს ჩათვლით ყველა საგუშაგო იყო მოხსნილი. წეღან სურათზე ვნახოთ ერთი ბილიკი არის, ერთი გზა არის და ის საგუშაგოები იმის გზის გაყოლებით არის და ამდენ ხანს 2-3 დღით ისინი რომ მოძრაობდნენ, ერთ ერთმა გუშაგმა ვერ დაინახა მათი ყოფნა, რატომ იქნენ ისინი მოხსნილები ამ პერიოდში? საგუშაგოები. შემდეგ, როდესაც გარდაცვლილის გვამების წარმოსაღებად ჩამოვიდნენ იმათი მშობლები, ამირიძემ განუცხადა მათ, აი ეს გადარჩენილებს უთხარითო, დამიკავშირდნენ და მე დავეხმარები საზღვარგარეთ გადაყვანაშიო. გიალორთკიფანიძეს პარკში ამოვიდა და მოსახლეობასთან აქვს ნათქვამი, მე დავეხმარებ იმათ გადაყვანაშიო. აი როდიდან გახდნენ ისინი ასეთი კეთილი ძიები? აი იმ დახოცილებს რა, იმათზე მეტი დანაშაული ჰქონდათ, იმათ რო გადაიყვანეს, იმათ ლოპოტის ხეობაში დაყარეს იარაღი? რატომ მოხდა ერთნი დახოცეს და მეორენი კიდევ თვითონ გადაიყვანეს? ო, ბევრი სამხილი არის. ხო დაბავლია ისულად რომ თქვა. იმიტომ რომ არა გამართლებული არ არის ამდენ ხანს ამ გამოძიების გაჭიანება. იმდენი სამხილებია, იმდენი ფაქტორული მასალებია რომ თქვენ 1000 ჯერ გამოიძიებდით და კიდევ მეც გააკეთებდით. ჩვენ უკვე დასრულისკენ მივდივართ. საით. Приветствую всех, уважаемые. Мне сказали, чтобы я дал ложное показание против Гейлорд-Кипанидзе, что он организатор и исполнитель этих событий. Но несмотря на это, на то, что я дал огласку этому делу, до сих пор прокуратура 8 месяцев не рассматривает это заявление. Упор и не дает никакого ответа, никаких комментариев. Я потерял здесь работу и потерял здесь все, что можно потерять в Грузии. Мне угрожает контрразведка, именно Валерий Зумбадзе, в чем я прекрасно все написал, и до сих пор прокуратура прикрывает, и контрразведка прекрасно об этом знает. И я, как чеченец, находящийся сначала как беженец, а потом как и гражданин Грузии, сейчас нахожусь под угрозой смерти, потому что мне сам Валера Зумбадзе, запомните это имя, Валера Зумбадзе, угрожал мне, что меня потеряет, убьет, если я не остановлюсь, если я не дам эти показания. Сначала мне давали деньги, большую сумму денег, машину, дом, работу, все, что я хочу, если я дам эти показания против бывшего замминистра Мирабишвили, как я уточнил потом. Но после того, как я дал огласки, никакой реакции, кроме того, как до сих пор мне угрожают. И прокуратура прекрасно об этом знает и не работает. И это заявление даже не рассматривается. Прошло уже 8 месяцев. Я тут с семьей нахожусь, у меня нет работы, ничего, ни дома, ничего. И меня даже не выпускают за границу без никаких причин. Что вы именно, Батонов Владимир, ответит на это? У вас есть разве на это ответ? К сожалению, я грузинский почти не понимаю. Вы по-русски хотите? Да, если можно по-русски. Ну, тарджимани არსებობს, მე მგონი და ჯობია გადაუთარგმნოს, იმიტომ რომ რაღაც შეცდომ. მე თქვენი ამ განცხადების შესახებ სახელი გვარი მითხარით თქვენი? Сайхан Музаев. თქვენი განცხადება, რასაც დღეს აცხადებთ, გარკვეულწილად შეიცავს არ დავმალავ გადაცდომის ან დანაშაულებრივი ქმედების ნიშნებს. თუ რა თქმა უნდა ეს რეალობაა, მე ეჭვი არ ვეპარება, რომ თქვენ ცუ ინფორმაციას გვაწვდით. ამ ფაქტის ირგვლივ დაწერეთ განცხადება და მომართეთ მთავარ პროკურატურას. მე არ ვიცი ამ ფაქტის ირგვლივ დღეის მდგომარეობით ინფორმაციას არ ვფლობ და შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ და დამსწრე საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანო, მოგმართეთ განცხადებით, გავეცნობით დეტალურად ამ საქმესთან მიმართებაში რა კავშირი აქვს. ეს ცოტა ბუნდოვნად გავიგე. თქვენს
თქვენს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. დეტალურად აღწერეთ ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა სამართლებრივად შევაფასებთ და მივიღებთ კანონშესაბამის გადაწყვეტილებას. ბატონო ვლადიმერ, უკვე რამდენიმე თვეა სახალხო დამცველს აქვს გამოგზავნილი კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით წინადადება, უკვე რამდენიმე თვეა. ნუ ამ შემთხვევაში მე დეტალურ პასუხს ვერ თუმცა გავცნობ. პასუხი არ გვაქვს მიღებული, როგორც შედის ნომერი. გავიცნობ დეტალურად და გარანტიას გაძლევთ, რომ სათანადო პასუხს მიიღებთ. მადლობ. ალეკო და მე მგონი უნდა დავასრულოთ უკვე. მოგესალმებით, ადამიანის უფლებათა ცენტრი ალეკო ცკიტიშვილი. პირველ რიგში მადლობა სახალხო დამცველს და საზოგადოებრივ საბჭოს, რომ ასეთი საინტერესო ანგარიში წარმოადგინა საინტერესო მიგნებებით. რა თქმა უნდა, არ ქონდა მოლოდინი ჩვენ, რომ ამ ანგარიშის ეს ანგარიში იქნებოდა ამ მნიშვნელოვანი ესეთი სპეცოპერაციის სრულყოფილი გამოძიება, ამის პრეტენზია არც ჰქონდა სახალხო დამცველს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები არის დასმული ანგარიშში. ზოგადად შექმნილი ვითარებიდან ჩანს, რომ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ ეს სპეცოპერაცია იქნეს გამოძიებული მიუხედავად ისეთი სავალალო შედეგებისა, რაც მოყვა ამ სპეცოპერაციას. ამ პროცესში ვფიქრობ, არც თუ უმნიშვნელო როლს ასრულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერის დეპარტამენტი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტანილად შეიძლება დასახელდეს მთელ ამ პროცესში და ამავე დროს ვხედავთ, რომ ის თვითონ აწარმოებს გამოძიებას. თვითონ აწარმოებს გამოძიებას, როგორ თავისი საკუთარი თავის წინააღმდეგ. აქ სწორად არის აქცენტი დასმული ანგარიში, რომ ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის და გამომდინარე ელემენტარულად ინტერესთა კონფლიქტიდან გამომდინარე პარადოქსი არის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერის დეპარტამენტი არის ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ამ საქმის გამომძიებელი. ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმე წარმოებაში არსებული საქმეებიდან გამომდინარეც დავამატებ მე, რომ კონტრდაზვერის დეპარტამენტი ხშირად აყენებს თავს კანონზე მაღლა, ხშირად ახდენს კანონების ინტერპრეტაციას, მათ შორის სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის ინტერპრეტაციას და ერთგვარად ეს ორგანიზაცია გადაიქცა, ეს უწყება გადაიქცა ერთგვარ გასაიდუმლოებულ ორგანიზაციას, რომელიც ფაქტობრივად საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს და ზოგადად სახელმწიფოს. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩემი მოსაზრება, რომელიც ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში არსებულ კონკრეტულ საქმეებს. საიხალ-მუზეების საქმე თუნდაც ერთ-ერთი ცოცხალი მაგალითი არის, ადამიანს არ აძლევენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას უკვე თვეებია და არც განუმარტავენ თუ რატომ ხდება ეს. ესეც არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ აყენებს თავს კანონზე მაღლა ეს უწყება. აქედან გამომდინარე მე ვერ ხვდები თუ რატომ უკვირს პროკურატურის წარმომადგენლებს, რომ რატომ უნდა მოხდეს ამ საქმეზე მთლიანად პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე პროკურატურამ. რა თქმა უნდა, ეს თავარი პროკურორის გადასაწყვეტია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო აქამდე მიღებული. რა თქმა უნდა, კარგი გამოსავალი იქნებოდა ამ ყველაფრიდან პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა, რაზეც სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა კიდეც პარლამენტს, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ვნახეთ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის შეთანხმებული მოქმედება, თუ როგორ ჩააგდეს ეს იდეა და აქაც კარგად გამოვლინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხება წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ ავანტიურას და უნდა მოხდარიყო ამის გამოძიება, ელემენტარულად ჩანს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი სურვილი, რომ წერტილი დაუსვას ამ საქმეს და პასუხი გაეცეს იმ კითხვებს, რომლებიც მრავლად არის დაგროვებული და ეს ამ ანგარიშშიც სწორედ ამ კითხვების სახით აისახა და მე ვფიქრობ, რომ ამ კითხვებს კიდევ დიდხანს არ უწერია პასუხი მიუხედავად ბატონ ვლადიმერის გარანტიისა, რომ ინტენსიურად მიმძირარეობს გამოძიება და მალე ახდება ყველაფერს ფარდა. ანგარიში უკვე დევს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ მოველით კონკრეტულ ნაბიჯებს საგამოძიებო ორგანოებისგან, ასევე პარლამენტისგან, რადგანაც ერთ-ერთი ადრესატი ანგარიშის არის სწორედ საქართველოს პარლამენტი. იმედი მაქვს, რომ მალე მოიფინება ნათელი ძალიან ბევრ საკითხს და ის კითხვები, რომლებიც დღეს არის დასმული, ძალიან მალე ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხები გვექნება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.